საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. პატიმრობის 9 თვის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია 2 წელი. 2 წელი და 6 თვე. თავისუფლების აღკვეთა, როგორც განაჩენი მიესაჯათ იმ ახალგაზრდებს, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. თავდაპირველი ბრალდება, რაც უმრავლესობის შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობდა, შეიცვალა და საბოლოო ფორმულირებით ჩამოყალიბდა როგორც ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რაც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არც ერთი მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს და დღემდე ითხოვენ მტკიცებულებებს, რომლითაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება. პოლიტიკური პროტესტისთვის გასამართლებულებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს განაჩენი პოლიტიკურია და მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც პასუხისგება ადრე თუ გვიან მათაც მოუწევთ, ვინც ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაიჭირა და შემდეგ გაასამართლა. აქციები როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი თარიღებით თუ თარიღის გარეშე გაგრძელდება. გაჩერებას არ აპირებენ არც პატიმრების ახლობლები და გულშემატკივრები და არც პოლიტიკოსები. ვინ როგორ გეგმავს წინააღმდეგობას, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემაში სტუმრებთან ერთად. ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა ამ 2 დღის განმავლობაში, სწორედ ამ 2 დღის განმავლობაში გამოცხადდა 20-ზე მეტი ბრალდებული შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ დღეს 11 პატიმრის ციხეში დატოვების შემდეგ ნიკა კაცია, ჟურნალისტი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო ბრალდებული, სწორედ მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმეში პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რასაც ჩვენ მას ვულოცავთ. ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ზალ ჩიკობავა, მსახიობი, რეჟისორი უნდა ჩაგვერთოს. მოგესალმებით ბატონო ზალ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. დღეს ვნახეთ 11 პირის შემთხვევაში, გუშინ 11 პირის შემთხვევაში, დღეს 9 პირის შემთხვევაში განაჩენი, მათ შორის არის ერთ-ერთი თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე. თუ არ ვცდები, ანდროს მამას ჰქონდა დღეს კომენტარი, რომ ერთი რამ ამ განაჩენების ფონზე, საპატიმრო განაჩენების ფონზე ერთი რამ კარგი მაინც მოხდაო, რომ უბრალოდ 9 თვიანი გაურკვევლობის შემდეგ ახლა ვიცით მაინც რა მოცემულობა გვაქვსო. თქვენ როგორ შეაფასებდით? არსებობდა თუ არა რაიმე უკეთესის მოლოდინი დღევანდელი მართლმსაჯულებისგან? გულისხმობ რა თქმა უნდა გამამართლებელ განაჩენს. არსებობდა კი არა და დაუშვებელია პრინციპში, როდესაც არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი იმისა, რომ ეს ადამიანები საერთოდ რაიმე დანაშაულის ჩამდენები არიან ამ რაიმე ბრალეულობა მიუწვით სახელმწიფოს არის თუ სამოქალაქო ქცევის კოდექსი თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ხო, არ ვიცი, როგორ შეიძლება თუნდაც 2 წლიანი კი არა, თუნდაც ის 9 თვე რატო ისდნენ ციხეში, როდესაც ვსვავ კითხვას რისთვის, რატო და ამას არ მოყვება პასუხი, არ მოყვება არგუმენტი, არ მოყვება ახსნა ამისა და ამის გამო თუ რამე მიზეზის გამო, მაშინ გამორიცხულია, რომ შეეგო ადამიანი და რაღაცა მაინც უბრალოდ ხო, გასაგებია ის, რომ დაუშვათ ახლა გარკვეულია რა დროით არიან ისინი საპატიმროში მოქცეული და აქამდე ესეც არ ვიცოდით რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. თუმცა მოლოდინი იმისა, რადგან მათი სიმართლე და ამ ადამიანების ყველა სიმართლე მათ მხარეს არის, რა თქმა უნდა, მოლოდინი ყოველთვის არის იმის, რომ ისინი გამართლდებიან, მაგრამ ასეთ ქვეყანაში, ასეთი სამართლის მქონე ქვეყანაში, ხო, თავისთავად უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ არსებობს. ბატონო ზალ, რაც შეეხება მოლოდინებს, აი დღეს იყო ასეთი განხილვა, ხომ, უკვე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა, გაცილებით მძიმე სასჯელი შეიძლება დამდგარიყო, თუ კი ისინი პირველადი ბრალდებით და მუხლით გასამართლდებოდნენ. აი როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა დავუშვათ მოვლენები განვითარდეს იმგვარად, რომ მაგალითად მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებით ეს ადამიანები ძალიან მალე ვიხილოთ თავისუფლებაზე. შეიძლება თუ არა ქართული ოცნება მისთვის არის პოლიტიკურად მომგებიან ნაბიჯზე წავიდეს და ასეთი ერთგვარი ჟესტი გააკეთოს თუნდაც ადგილობრივი არჩევნების წინ. არსებობს ასეთი მოლოდინი?
საერთოდ არ ვიცი, როდემდე შეიძლება ჩვენ ამ პოზიციაში ვიყოთ, რომ რაღაც სარიელ კედელს ვანგრევდეთ და ესე ვიყოთ მიმდგარი იმ კედელთან, რომელიდანაც არანაირი გამოხმაურება არ მოდის. როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი იგნორირება სადამდე უნდა ხდებოდეს ადამიანების, რომელთაც თუნდაც განსხვავებული აზრი და პოზიცია აქვს. რადგანამდე უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში, როდის შეიძლება რომ რაღაცა დადგეს ის მომენტი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს რაღაცნაირად მაინც გაუგებთ და აუხსნით მაინც რა არის ჩვენი მოთხოვნა, რა არის მათი მოთხოვნა. საერთოდ ჯამში ხო ყველას ერთად იდეაში უნდა გვინდოდეს ის, რომ გქონდეს სამართლიანი ქვეყანა, გქონდეს თავისუფალი ქვეყანა და ვიყოთ ყველანი დამოუკიდებელი და დაცული ადამიანები. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მთავარი ბრძოლის მომენტი, რისთვისაც ვიბრძვით უკვე ამდენი ხანია, ხო? არ ვიცი, მე რა მოქმედებას ჩაატარებს ქართული ოცნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მე არ ვიცი რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მათი. დღემდე ჩვენ ხედავთ, რომ მათ თითქოს და არანაირი არც უკან დახევა, არც რაიმე შეფასება სხვანაირი ჯერ არ გაუკეთებიათ და არ ვიცი რა იქნება. კი, თავისთავად ხო, თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილად კიცებულებები არ არსებობს. სად არის ის ადამიანები, როდის დაისჯებიან, ვინც ამ დონემდე ამ ზომამდე მიიყვანა, ხო იგივე ნიკა კაციას საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არის და ესეთი საშინელი ბრალდებით ეს ადამიანი ამდენი ხანი ციხეში იყო. ან წინა შემთხვევები, როგორიც არის გიორგის შემთხვევა და ბევრი სხვა შემთხვევა, ხო, აი როდემდე შეიძლება რომ ეს ესე გაგრძელდეს, რატო არ უნდა პასუხი აგონ იმ ადამიანებს, ვინც ასეთი მოქმედება ჩაიდინა და ეს ადამიანები ყველანაირი მტკიცებულების და ყველანაირი ბრალდების გარეშე ამდეხას ციხეში გამოკეტა. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად გკითხავთ, აი რაზე არის დამოკიდებული მაგალითად ხელისუფლების უკან დახევა თუ მათი მხრიდან გარკვეულ კომპრომისზე წასვლა? 9 თვეა თქვენ მუდმივად ხართ აი ამ პროტესტის ძალიან აქტიური მონაწილე სხვადასხვა ფორმით. აფიქსირებთ საჯაროდ თქვენს პოზიციას, ხომ? ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის ღია საყვედურები პატიმრებისა ციხიდან, რომლებიც ამბობენ, რომ აქციები ხალხი ქუჩაში უნდა იდგეს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოების წნეხი იგრძნოს. რატომ არ დგას დღეს სასურველი რაოდენობის ადამიანი ქუჩაში, რატომ არ აქვს პროტესტს ის ძალა, რომლის წინაშეც ხელისუფლებას გარკვეული, ასე ვთქვათ, ხელისუფლება გარკვეული თავანებობის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდა? ну ამას ალბათ ბევრი სხვადასხვა მიზეზია და ბევრი სხვადასხვა ფაქტორი სახელდება და არსებობს ხო, იმიტომ რომ ეს არ არის ესე და ეს გრადუსი დაუშვათ დაიწია იმასთან შედარებით, რაიც იყო დასაწყისში. მე ხა ყველას რაღაცა შეიძლება თავისი კერძო და თავის აზრის და თავის დამოკიდებულებაც ჰქონდეს ამასთან ყველაფერთან, მაგრამ ძალიან ბევრი კომპონენტია ამაში ჩემი აზრით, რა გარეული, თუნდაც პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც იმ მდგომარეობაშია, რომელშიც დღეს არის ოპოზიციურ პოლიტიკას გულისხმობენ. არ ვიცი, ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, რომ ადამიანები მაგალითად დღეს ყურადღება გადააქვთ და უფრო სხვა თემებით შეიძლება დაკავდნენ და სხვა რაღაცა ისეთ სისულელეებზე წამოეგონ და ისაუბრონ დღეების განმავლობაში და ისეთ მიზეზებზე ისაუბრონ, რაც ჩემის აზრით საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის და მთავარი ამ დროს გადავიდეს ყურადღება მთავარი პრობლემებისგან, რომელიც არსებობს და რომელიც გვიდგას, ის რომ ჩვენ ცხოვრობთ არასამართლიან ქვეყანაში. მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ეს. ამდენი წლების განმავლობაში და ეს არის 10 წლეულები, რომ ჩვენ არასამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ჩვენ არ გვაქვს სამართალი, თორე ეს რო იყოს თავის ადგილზე, მაშინ მგონია, რომ ბევრად უკეთეს ქვეყანაში და ბევრად უფრო წელში გამართულები ვიქნებოდით და ჩვენი სათქმელიც გასაგონი იქნებოდა მათთვის, ვინც უნდა გაიგოს. მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზალ ჩიქობავას, მსახიობსა და რეჟისორს უსმენდით. მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერი მსოფლიო ბანი პაატა ბურჯულაძე ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, თქვენთანაც დავიწყებ იმ მოვლენების შეფასებით, რომ
რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში ვიხილეთ საერთო ჯამში დაახლოებით 24 ადამიანი სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით გაუშვა პატიმრობაში. არ ვიცი, შეიძლებოდა ამბობენ დღეს იყო ხო, ყველა გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, როგორც მათი ახლობლები, ასევე გულშემატკივრები, ზოგადად ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები, რომ შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო, ანუ ბრალის გადაკვალიფიცირება არ მომხდარიყო და მაგალითად 4-დან 6 წლამდე, ზოგ შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თუ არ ვცდები, ციხესაც კი ითვალისწინებდა პირველადი, ასე ვთქვათ, მუხლი, მაგრამ რეალურად საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ სასამართლოს ამ ადამიანებისთვის კარი უნდა გაეხსნა. შეიძლება თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება 2 წლით ამ ადამიანების ციხეში გაშვება შეფასდეს როგორც ნახევარი ნაბიჯით, თუნდაც უკან დახევა ქართული ოცნების მხრიდან. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ცოტა სხვანაირად მოვიდებოდი იმ საკითხს. თქვენ იცით, რომ მოძრაობა რუსთაველის გამზირი გარდა იმისა, რომ აკვირდება იმ სიტუაციას, რაც ხდება საქართველოში, ჩვენ ვეძებთ იმ გზას, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. აი აბსოლუტურად მნიშვნელობა ჩვენი გადმოსახედიდან აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს მიუჩიან ჩვენს იმგეს. აი 2 წელი იქნება, 6 წელი იქნება, 10 წელი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ 4 ოქტომბერს და 5-ში გამოვიყვანოთ ეს ახალგაზრდები. და ეს აბსოლუტურად რეალურია ემა. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ხალხო გავერთიანდეთ ყველამ, აი რასაც რუსთაველის გამზირი და მთელი ჩვენი მოძრაობა გეუბნებათ, მოვიქცეთ ისე და ჩვენ 5-ში ვიცხოვრებთ თავისუფალ საქართველოში. არსებობს ვერსია ბატონო პატა, რომლის თანახმადაც 5 ოქტომბერს, ნუ პირობითად ვამბობ ამ შემთხვევაში თარიღს, ან შესაძლებელია 5 ოქტომბრამდე უფრო ზუსტად ქართულმა ოცნებამ, თუნდაც აი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, შეწყალების აქტით გამოუშვას ეს ადამიანები, იმიტომ რომ ჟავრის ნახევარი მათ ისედაც აქვთ. შესაძლებელია, რას იზამენ მე ხა მე არ ვიცი თუ რას იზამს ქართული ოცნება, მაგრამ ეს მათ არ უშველის. ხალხის რისხვა არის უკვე დიდი ხანი ძალიან გამძვირთული და ამიტომაც რა მოხდება, როგორ გააკეთებენ, გამოუშვებენ, არ გამოუშვებენ. ჩვენ გვიძრავით ერთმანეთს, რომ 5-ში უნდა გამოვიყვანოთ. იყოს გადადგმული ნაბიჯი, რაღაცა გარკვეულწილად საპროტესტო მუხტის დასაგდებად. ანუ თუ ქართული ოცნება შეიწყალებს აქციების დროს დაპატიმრებულ ადამიანებს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საპროტესტო მუხტს არ მომისმენთ, შეიწყალებს საპროტესტო, შეიწყალებს ამ ახალგაზრდებს. მაკო გომურს ვერ დაუბრუნებს თვალს. მაჩალიკაშვილს ვერ გაუცოცხლებს შვილს, ბევრია ეგეთი რაღაცები. ჩვენ რაც გვაქვს გასაგეთებელი, ესენი არის მოსწრები. ევროპაში ჩვენ უნდა წავიდეთ. 80%-ს უნდა ევროპისკენ, ამას ესენი ვერ მოასწრებენ 4 ოქტომბრამდე და არც გააკეთებენ. სულ 10 წელი მისცე კიდევ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელიც ეს ქართულმა ოცნებამ თავისი ბოროტებით ამოწურა უკვე, აი ყველა ჩვენი რა ვიცი, აღარ აკეთებს, მეტი აღარ ეტევა, ჭიქაში აღარ ეტევა, უკვე ის უბედურება, რაც მათ გააკეთა. ვიდრე 4 ოქტომბრის აქციამდე მივალთ და ვცლად მინდა ამაზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობთ არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებით, არამედ უშუალოდ მოქალაქეებთან, მაინც არის ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხებია გასაცემი. მანამდე არის 13 სექტემბრის აქცია. ვიცით, რომ ამ 13 სექტემბრის აქციის ორგანიზატორების ნაწილი აკრიტიკებს თქვენს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. უკვე აღარ აკრიტიკებენ. არ აკრიტიკებენ? არა, როგორ არა, აი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო შობა ჩემი გადაცემის. თამარ ჩერგოლეიშვილი მაგის ეხლა თამარ სხვები არ აკრიტიკებენ, მოდი ასე ვთქვა. ანუ მონაწილეობენ მაგალითად აი რვიანიდან, ვინც არიან ორგანიზატორები. რვიანები ჩამოთვალეთ ვინ არიან და მეგეთყვით ვინ მონაწილეობს. ელენე ხოშტარია, ხო? მონაწილეობს, თქვა რომ ატა მანჯგალაძე ვიცით რომ მონაწილეობს. თიკა ბოკუჩაო მონაწილეობს. კიდე 4-დან ვინ არის? ისეც მონაწილეობს. კიდე სხვა ყველა მონაწილე ეხლა ნაწილს ნუ იტყვით თამარ ჩერგოლეიშვილი არ არის ნაწილი, ეს არის ერთი პიროვნება ძალიან თავისებურად ძალიან საინტერესო პიროვნება. კი ბატონო, ანუ თქვენც მონაწილეობთ შესაბამისად 13 სექტემბრის აქციაში, მიუხედავად იმისა, რომ ისმის კრიტიკა თქვენი. რა მონაწილეობ ჩვენ 13-შეაც და 27-შეა კიდე დანიშნული და 27 სექტემბრის მივიდეთ მონაწილეობას, მაგაში რა არის?
პირიქით ძალიან კარგია რომ არის ესე. კი ბატონო, რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ერთ-ერთი თქვენი ბოლო განცხადება იყო, რომ დაახლოებით 2 მილიონი მოსაწვევის შეკვეთა უკვე გაკეთებულია და ეს იქნება გარკვეულწილად მანდატიც მოქალაქისთვის, რომელიც მოვა 4 ოქტომბრის აქციაზე, რითაც მოხდება ეროვნული მთავრობის არჩევა. მოდი ხა გითხრა. ეროვნული მთავრობის არჩევა არა. აბა, როდესაც მორჩება ეროვნული კრება ტარდება. ეროვნული კრება. ეროვნული კრება ტარდება. ეროვნულ კრებაზე არის მთავარი ამოცანა, გვინდა თუ არა, რომ შეიქმნას მესამე რესპუბლიკა. და ჩვენ ამას უკვე უხსნით ყველას, დავდივართ ქუჩებში და უხსნით ხალხს, ვისაც არ ესმის. ბატონო, ეს რაც ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი რესპუბლიკა ქონდა 1918-დან 21 წლამდე, როცა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. მეორე რესპუბლიკა იყო 91-დან უკვე დღემდე, თორე დღეს უკვე ოკუპირებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ მთელი ჩვენი ქვეყანა. ეს ჩვენი ქვეყანა რო არის ოკუპირებული, ჩვენ უნდა დავიწყოთ და შევქმნათ მესამე. ეხლა აქ რა სიტუაცია? ამ ოკუპირებულ სპეცსამსახურებენ, რომელიც ოკუპირება გაუწიეს ჩვენ ქვეყანას, ამათ ემსახურება ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა. და ყველა პირობა შეუქმნეს ოლიგარქს, რომ იხმზვანელოს მთელი ინსტიტუტებით და აი რაც ხდება დღეს აი ეს სასამართლოში, პროკურატურაში, რა ვიცი, ყველგან. ეს არის ყველაფერი ამის მიზეზი, რომ ჩვენთან სამართალი არ არსებობს. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა და ეს აი ამაზე იქნება კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება იმაზე, რომ გვინდა თუ არა, რომ ინსტიტუტები არ იდგნენ ხალხზე მაღლა. რა თქმა უნდა, გვინდა. ხალხი უნდა იყოს მთავარი. გვინდა თუ არა, რომ მთავრობა არ იყოს ინსტიტუტზე მაღლა. ინსტიტუტებზე მაღლა. ამასაც ვინდა ფაქტიურად გვინდა რომ მთელი ხელისუფლება და ძალაუფლება გადაეცეს ხალხს. ანუ კენჭისყრა მოხდება სწორედ აი ამ მანდატებით, ხომ? ამ მანდატებით. ჩვენ ახლა უბრალოდ ამას დაურიგებთ და როგორ აპირებთ? აი წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით მაინტერესებს, აი როგორ აპირებთ 2 მილიონი მოსაწვევის დარიგებას და რა გარანტია გაქვთ, რომ იქიდან მაგალითად 700.000 არ მოხდება ქართული ოცნების ამომრჩევლის ხელში და არ დაიკარგება უბრალოდ ეს მანდატები. აი ზუსტად მაგაზია გათვლილი 2 მილიონი. ჩვენ ახლა ვერ წარმოვიდგენთ რომ 2 მილიონი ადამიანი გამოვიდეს რუსთაველზე. მაგრამ რამდენიც გამოვა, იმდენი გამოვა ყველას ექნება, ვისაც აქვს სურვილი და მინიმუმ იქნება 200-300.000 ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამათ თავისი ოჯახის წევრები ყავთ, ამათ ყავთ თავისი ამხანაგები, ვის ინტერესსაც მოიტანენ და მეგარი ეს არის მთლიანად მთელი საქართველო. და ამიტომაც ჩვენ ეს იქნება ხელიდან ხელში გადაცემული ეს მოსაწვევები ამ ყრილობაზე თან და იქნება ამ დროს ყველას კარებში დახვდება კარებთან 4 საათზე ანუ იცვლება რაიმე ასე ვთქვათ მოცემულობა ინფორმაცია რა ინფორმაცია იქნება დატანილი ამ მოსაწვევზე 4-ში 4 საათზე ხომ არა არა მაგაზეთი 4 საათზე გიწევთ რუსთაველზე ივანიშვილის ხელისუფლების თუ რა ქვია რაღაცნაირ წერი ირონიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის აი, ბევრი შეკითხვა ბატონო პატა, რა? ძანეთ, მე არაფერი არ მინდა დასამე. რა ხდება შემდეგ? იმიტომ რომ ამ შეკითხვებს სვამენ არა მხოლოდ მოქალაქეები, ოპოზიციონერები, თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, ვინც მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი აი ამ მშვიდობიანი დამხობის თარიღის მიმართ. აი, ითხოვენ კონკრეტულ ინფორმაციას, რომ 4-ში რომ ვიკრიბებით. მოდი, ითხოვენ, მობრძანდნენ და ნახონ. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ითხოვენ ოპოზიციონერები. თუ არიან ეგეთი ლიდერები, რომლებიც ითხოვენ მოვიდნენ და ნახონ, მიიღონ მონაწილეობა. ამაზეც აქვთ. თუ ვერ ხვდებიან თუ რა ხდება იმის შემდეგ, თუ ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაშინ არ უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერი. არ არის განსაზღვრული მოქმედების სცენარი და აი მაგალითად როდესაც მოყავთ მაგალითები, ამაში მე მათ ვეთანხმები. ხშირად ჩვენ არა ერთი ბოლო არ ვიცი, უკვე ვეღარ ვითვლი, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ არა ერთი სამწუხაროდ მრავალათასიანი აქცია გვინახავს. და რატომ ალბათ პერმანენტული აქციაც, რომელიც დაშლილდა, რატომ? ხო და რატომ? იმიტომ რომ არ არსებობდა სამოქმედო გეგმა. იმიტომ რომ ყოველთვის იყო გამოუშვით პოლიტპატიმრები და წადით სახლში. აი ეს იყო და ყველანი წავიდა სახლში მე. მე იყო დაგვინიშნეთ ახალი არჩევნები, გამოვიდა 200.000 კაცი, დაგვინიშნეთ ახალი არჩევნები, წავიდნენ სახლში. დღეს არ არის ბატონო ასე. 4 ოქტომბერს იქნება. ჩვენ ვადლებთ ხმას და თუ მივეცით ხმას რესპუბლიკას, მესამე რესპუბლიკას და მე დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემს, თქვენ წადით უკვე სახლში. ჩვენ აღარ მივდივართ, თქვენ წადით სახლში. ანუ მე როგორც გავიგე, 4 ოქტომბერს კი არა მთავრდება ყველაფერი, 4 ოქტომბერს იწყება? არა, იწყება და მთავრდება. აქ უკვე არ შეიძლება.
რა არის ეს? აი როგორ უნდა მივცეთ ამათ იმის საშუალება, რომ კიდე ხალხი წავიდეს სახში და მოვიდეს. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. 4-ში მივახცევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა ქართულ ხალხს. აღარ არის მაგის დრო, რომ წავიდეთ, მოვიდეთ. ხო ხედავთ, დროშა რატო არ მე დროში? დროშა უკვე შეგვიგვიწეს ამგენმა. რაც მოხდა ახლა პარლამენტში გუშინ. ამაზე დიდი უბედურება არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენ თვითონ ვიბრალებთ ჩვენ თავზე ომის დაწყებას და ხალხის იმას ჩაგვრას და ამ მანდატით მოქმედებას როგორ აპირებთ? ანუ მესმის რომ ყველაფრის წინასწარ გამჟღავნება არ გინდათ, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაინც უნდა მიაწოდოთ. აი ძალიან ბევრი ადამიანი და ამაში დამეთანხმებით გაბრაზებული ხელისუფლებაზე ჯერ კიდევ ზის სახლში და არ გამოდის, იმიტომ რომ ვერ ხედავს პერსპექტივას, ასე ვთქვათ. აი ეგეთი ადამიანები ვინც არიან? აი მე ვეუბნები ტელევიზორში. ბატონებო, მენდეთ მე გამოვბრძანდით 4-ში და 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ხო და როგორ აპირებთ თქვა ამ მანდატით? აი ზუსტად ვეუბნები მენდეთ მეთქი და იქ მორჩება ყველაფერი. ხა რა ჩვენ ბავშვებს, ხა მე მოვდივარ იქ საჩხუბრად არ მოვდივარ. მოვდივარ შვილიშვილებით. მე მოვდივარ ჩემი შვილიშვილებით, ისე რომ იქ არაფერი ისეთ არ უნდა. მაგრამ თუ ბატონო შვილებით და შვილიშვილებით გამოსვლა და თან ჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები, ხო ბატონო პატარა. და ზუსტად მაგიტომ უსაფრთხოება იქნება დაცული, ამის გარანტიას ვიძლევით და ხელი არ წაუსწეს ვინმე პოლიციელს და რამე არაკანონიერი გააკეთოს, იმიტომ რომ იქვე დაიშება. და მე სხვა შორის ერთი რამე ვიცი, კიდევ შემიძლია გაგიხდილოთ, რომ ბევრი პოლიციელი, ძალიან ბევრი პოლიციელი რეკავს და იძახის, რომ ჩვენ გადმოვართ 4-ში, გადმოვართ თქვენ მხარეს. სად რეკავენ? ჩვენთან რეკავენ. ეს არის რიგითი პოლიციელები, ესენი არიან ხა გვარები გითხრათ, გვარები გაინტერესებს? ანუ გვარებს ალბათ არ იტყვით, ხო, არ იტყვით. მე გეუბნებით, რომ რეკავენ პოლიციელები. ანუ რეკავენ პოლიციელები თქვენთან საორგანიზაციო შტაბში და ამბობენ, რომ პოლიციელები აპირებენ გადმოსვლას ხალხის მხარეს 4 ოქტომბერს. ისინი ხალხია ეს პოლიციელები. იმათაც ყავთ ოჯახები, ისინი ხვდებიან სად მოხდნენ, რა ქვეყანაში მოხდნენ და მათი ხელით რა უბედურება კეთდება. პარალელებს რომ ვავლებთ ხოლმე და ვიხსენებთ, ასეთი რამე ჩვენ ვნახეთ იგივე 2003-ში, როდესაც იგივე თუ არ ვწდები გულუა სპეცრაზმი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც სწორედ აქციის მონაწილეების მხარეს გამოვიდა, ხო, გამოვიდა სპეცრაზმი გადმოაჩინა. განსხვავება არის ბევრი, აი მაგალითად იგივე შეშინდება ქართულ ოცნებას და ამდენი ხალხის და აი ეს მაგაზია გასული. უკან დაიხებს და წავა, თავისით გამოაცხადებს პოლიტიკურ კაპიტულაციას და ნებაყოფლობით გადადგება დატოვებს ხელისუფლებას, დატოვებს ხალხი იქნება გარეთ და პოლიცია მათ აღარ დაიცავს. რაზე დგანან? ისინი დგანან ამ 5000 პოლიციელზე, რომლიდანაც ბევრი ჩვენთან შემოვა. სხვა მათ საკმაოდ არავინ არ აყავს, არც ხალხი არ აყავს, არც არავინ არ აყავს. ესენი დგანან 5000 პოლიციელზე. რაც არის უბრალოდ სამარცხვინო, რომ ჩვენ აქამდე მოვიყვანეთ საქმე და აი ეს პოლიტპატიმრები ყავს, იქა და სინდის პატიმრები ყავს და ვაცემინებთ ასობით ჩვენს ადამიანებს. ესეთი რამე აღარ უნდა მოხდეს და აღარც მოხდება. ანუ ჯერჯერობით ბატონო პატარა, რაც ვნახეთ ბოლო 9 თვის განმავლობაში პოლიციელების და სპეცრაზმელების მხრიდან, არ ვიცი, ყველა ასე ვთქვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმის დაცვით რო ვთქვათ, იყო ძალაუფლების გადამეტება და სასტიკი მოპყრობა აქციის მონაწილეების მიმართ. არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციას ეყრდნობით, როდესაც ფიქრობთ, რომ არათუ აქციის მიმართ იქნება გამოყენებული საპოლიციო ძალა, არამედ საპოლიციო დანაყოფები შეუერთდებიან თქვენს აქციას 4 ოქტომბერს და დარწმუნებული ხართ ამაში, რა გაძლევთ? აღარ მოხდება ეგეთი რამე. აღარ მოხდება. ვეღარ მოხდება უბრალოდ. აი მე 5000 რო თქვი პოლიციელი, იქიდან შემორჩა ალბათ 500 აი ეგეთი, ვინც უკვე უკან დასაღები არ აქვს და წამოვა მართლა ხალხი. შეიძლება წამოვიდეს. მაგრამ დაინახოს რომ სხვები არ მოდიან, ისინიც გაჩერდებიან. საერთაშორისო სუსის ხელმძღვანელი შეიცვალა, ანრიო ხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც თავისი გუნდით მიდის და ესეც ალბათ ძალიან ანიშანდობლივია. სწორედ მისი განცხადება, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს დაახლოებით იმას გავს, კეთილი სააკაშვილი რომ ვთქვა თუ ანუ ქართული ოცნებაც ემზადება და რაღაცნაირად თქვა პატარ-პატარა ასე ვთქვათ და დაძაბულობები იქნება, მაგრამ ისინი მზად არიან ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, მზად არიან. ისინი ხვდებიან, რომ ბოლო წუთებს ითვლიან. ეს ემზადებიან, ძალიან მაგრად ემზადებიან, მაგრამ აღარ გამოვავალთ. დრო გავიდა, მაგათ მოჭამეს თავის დრო. მაგათ უკვე მომავალი აღარ აქვს.
გამორიცხულია. თუ 4-ში, როგორც თქვენი მოლოდინია, ქართული ოცნება არ გამოაცხადებს პოლიტიკურ კაპიტულაციას, მზად ხართ აქციის მონაწილეებთან ერთად დარჩეთ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევთ, ანუ იქნება თუ არა ეს აქცია პერმანენტული, შეიკრიბებით და აღარ დაიშლებით. ამ სიტუაციაში თუ აღარ არსებობს, ეს თუ არ იქნება. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე დამთავრდება ყველაფერი. დამიჯერეთ. კი ბატონო, მესმის რომ მეწის თქმა არ გინდათ, მაგრამ არა, მარც თქმა არ გინდა, მე გეუბნებით როგორც იქნება. მე დარწმუნებული რომ ეს ასე უნდა იყოს. თუ გადავიდა 5-ში, 6-ში, 7-ში, 8-ში ეს არა. 5-ში უკვე აღარ უნდა იყოს. 5-ში ქართული ოცნება აღარ უნდა იყოს მთავრობაში. ხო, თუმცა ბევრი წინააღმდეგობაა და არა მხოლოდ ქართული ოცნება ამ შემთხვევაში, გულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში ოპოზიცია წელს აღარ არსებობს. როგორ არსებობს ლელო და გახარიას პარტია, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ესენი ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგვიწევენ, ერთი როგორ უნდა გაგვიწევენ? როგორ უნდა გაგვიწევენ? რა სახის წინააღმდეგობა? ემა, რა სახის? ოპოზიციურად განწყობილი ამ მომრჩევის გარკვეული ნაწილი მიიყვანონ საარჩევნო უბანზე. კი ბატონო, მივიდე მისცენ ხმა თუ უნდათ ეს მაგის გაკეთება, მაგრამ ნუ ერთ შეთხეთ ეგ არ არის ჩვენი წინააღმდეგობა. ეგ არ არის. მე მაგას საერთოდ არ განვიხილავ როგორც მოწინააღმდეგეს. არც აი ამ 4 ოქტომბრის პროტესტის ადრესატები იქნებიან ისინი თქვენი მხრიდან. მე მაგალითად ვიცი რომ ლელოს ამორჩეველი ვინც მივა არჩევნებზე, მე მოვაქციეს და დადგებ. ეს 100%-იანად და ანუ ჯერ არჩევნებზე მივა ლელოს და მე მოვლენ დადგებიან. ისევ ჩერგოლეიშვილი უნდა მოვიშველე, ჩერგოლეიშვილმა თქვა რომ არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით გახარიას იმ განცხადების შემდეგ, რომ შესაძლებელია პოლიტიკური მოცემულობა თუ შეიცვალა საპარლამენტო მანდატებიც გამოიყენონ, ლელომ შეიძლება უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობას და ეს კიდევ 13 სექტემბრის აქციასაც კი შეუერთდეს. ეს კიდევ უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. ეხლა მე მოდით მაგ ვერ ვიმარჩილებ რა მოხდება. თავარია მე ვიცი რა მოხდება 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს ვისტუმრებთ სახში და ეს მოხდება აუცილებლად. ეს არის გარდაუვალი, ემა. მე ვიცი რომ ეს არის გარდაუვალი. ასე მე ვერ დავიზახებდი ტელევიზიით. ეს უკვე ხალხში უკვე მომწიფდა ესა და ხალხმა დაიჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვლო იმ რამოდენიმე 1000 პოლიციელს, რომელზეც დგას ეს რეჟიმი. ნუ ახლა 200-300,000 კაცი რო გამოვთ, რა უნდა გამორიცხული. მადლობა პაატა ბურჭულაძეს, მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერი, მსოფლიო ბანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება ეთერში. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ყურადღების ეპიცენტრში იყო საქალაქო სასამართლო და აქციების დროს დაკავებული ადამიანების საქმეზე გამოტანილი საბოლოო განაჩენი, დაახლოებით 24 პირი სასამართლომ დატოვა პატიმრობაში, გაუშვა პატიმრობაში 2 წლით საშუალოდ საპატიმრო ვადით, თუმცა გარჩა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლებელია შეფასდეს როგორც ნაწილობრივ უკან დახევა ხელისუფლების მხრიდან და არც არის გამორიცხული, შემდეგი ნაბიჯი უკვე იყოს მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების გამოცხადება, როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნო ჟესტი, მოდი ასე ვთქვათ. დიმიტრი სკიტიშვილი, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენც კითხავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ რა დაინახეთ მოსამართლის გადაწყვეტილებაში, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს გულისხმობ გუშინდელ პროცესს, დღევანდელ პროცესს, მუხლის გადაკვალიფიცირება და საშუალოდ 2 წელით ციხეში გაშვება. საიდან ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ. მოგესალმებით. მეც რაღაც არ მგონია რაღაც განსაკუთრებული ეს უკან დახევა იყოს, მე ვფიქრობ რაღაც მანევრირებას აქვს ადგილი, რაღაცა ჩანაფიქრი აქვს ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს, რომ რაღაცა ცოტათი შეარბილოს მუხლები და თქვა 4 წლის მაგალითად 2 წელი 2.5 წელი მიცეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო გუშინ, როდესაც ასე ვთქვათ რუსეთის რეჟიმთან მებრძოლ ადამიანს განსაკუთრებით მაღალი სასჯელი მიუყენეს, 8 წლიანი პატიმრობა და საფრთხე არის რომ გადაცენ, ასე ვთქვათ რეჟიმი
რეჟიმისგან დევნილი, ასე ვთქვათ, ადამიანი დაუბრუნო გადაცენ რუსეთის ხელისუფლებას. ამის საფრთხე არსებობს. არ ვიცი, რამდენად ამაზე წავლენ, მაგრამ ნუ და რისთვის ემზადება? ანუ რა მოლოდინიკავს შესაძლებელია მართლაც ეს რაღაცნაირად წინასაარჩევნო სულა იყოს, რომ წინასაარჩევნოთ მათ წინასაარჩევნოთ ამ პროტესტის, ასე ვთქვათ, გულის მოგება არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ამ პრინციპში ამ ადამიანებს აღარც მუშაობენ. ეს ადამიანები მათთვის არ არსებობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ამას ხედავთ ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ მათი მოქმედება პოლიტიკა ჩვენზე, კონკრეტულად ადამიანებს ვინც ვართ პროტესტი, ვისაც გაგვაჩნია სხვადასხვა მიზეზებიდან და სხვადასხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ისინი ჩვენთვის ჩვენი ხელისუფლება არ არიან, არ ცდილობენ და იგნორირებულები არიან თავის სამყაროში ცხოვრობენ. ამიტომაც მე ერთადერთი მგონია, რომ შეიძლება არჩევნების მერე, თუ გაიმყარებენ სიტუაციას და ამის რაღაცა წინაპირობები თითქოს ჩანს ისეთი ფრაგმენტირებულია დღეს ოპოზიცია, აი მერე შესაძლებელი პროტესტი როგორც საფრთხე ხელისუფლებას აღარ მიაჩნია. აი პაატა ბურჭულაძე არ ვიცი რამდენად მოუსწარეთ, მაგრამ გეცოდინებათ ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ ისინი და მისი მხარდამჭერები 4 ოქტომბერზე დარწმუნებულები არიან, რომ 200-300 ადამიანი გამოვა. ტექნიკურადაც აქვთ რაღაცნაირად სცენარი მომზადებული, რომ ისინი დაარიგებენ მოსაწვევებს, რაც იქნება გარკვეულწილად მანდატი, რომელთაც მოხდება ეროვნული კრების არჩევა, ახალი ხელისუფლების. მოკლედ, დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს ხალხის კრიტიკულ მასას ქართული ოცნება ვეღარ გაუძლებს და დასრულდება. ძალიან კარგი იქნება, რომ ესე იყოს. უბრალოდ მე მაქვს ძალიან პესიმისტური განწყობა მაგ ნაწილში, რომ პოლიტიკურ ნაწმეა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი სუსტი ან ასე ვთქვათ გამქრალია, ან შეიცვალა მოსაზრება. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურმა მოძრაობებმა ყველა, მათ შორის იმ პარტია, რომელსაც დღესაც წარმოადგენენ, არასწორი პოლიტიკა ვაწარმოებდა და დღეს პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით არის იმაზე საუკეთესო ვარიანტი ივანიშვილისთვის, როდესაც ფრაგმენტირებულია, დანაწილებულია, ზოგს არჩევნებში მონაწილეობა უნდა, ზოგს ბოიკოტში მონაწილეობა, ზოგს ბოიკოტშიც არ უნდა და რაღაც სხვა აქციისთვის უნდა, ზოგი თარიღზე ვერ თანხმდება, ზოგი თარიღებსა თანხმობს და ასე. ანუ ესეთი ფრაგმენტაცია, ესეთი დაპირისპირება არის საუკეთესო ველი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმყაროს თავისი არალეგიტიმური ძალაუფლება და გადავიდეს ჩვენ ელექტორალურ ავტორიტარულ რეჟიმში. ეს არის ტიპიური, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, კლასიკური მოდელია, როგორ ყალიბდება და რისკენაც ჩვენ მივდივართ და ამის ყველა წინაპირობა არის და ამ ყველა წინაპირობას როგორც ჩანს ჩვენ თვალწინ აყალიბებს ახლა ხელისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ამით მთავრდება ხელისუფლებასთან ბრძოლა. უბრალოდ ჩვენ ამ არჩევნების 4 ოქტომბერი მე ვფიქრობ სამწუხაროდ ჩემ და ჩვენ ასე ვთქვათ გაუშვით ხელიდან. და მე არ ვიცი ხა რა სამზადისი აქვს. მე მინდა რომ ძალიან მინდა რომ ცდებოდე და მართლა ძალიან მინდა რომ ესე ვთქვათ ის რასაც ბატონ პაატა საუბრობს იყოს ძალიან რეალისტური. უბრალოდ პოლიტიკა, ნუ მე ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ სხვადასხვა ფორმით, ანალიტიკოსი, მონაწილე, ახალგაზრდული აქტივისტი საქართველოში და მის გარეთ. ძალიან ექვემდებარება გარკვეულწილად რაღაცები პროგნოზირებას. რა თქმა უნდა, პროცენტებს და იმას არ გულისხმობ, მაგრამ პროცესი როგორ განვითარდება, პროგნოზირება თითქმის ზუსტი მეცნიერებასავით არის რა. იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დინამიკა რა არ შეიძლება უბრალოდ თქვენ მოლოდინი გქონდეს, იმიტომ რომ ესეთი ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრის პირობებში ჩვენ მოლოდინი გქონდეს, რომ საზოგადოება გამოვა, უცებ და ერთ დღეში ყველაფერი მოხდება, მით უმეტეს ჩვენ არ ყავს რეჟიმი, რომელიც ასე ვთქვათ, დიდ სულოვნებას გამოიჩენს და ხალხის შიშით უბრალოდ გადადგება, ან მორალი შეაწუხებდა რაღაცა სინდის ნამუს და გადადგება, თქვა დეგოლმა რო გააკეთა, თქვა პარიზში რო ახალგაზრდები გამოვიდა, ხო გადადგა, ხო მაშინ ეროვნული გმირი საფრანგეთი, მაგრამ ეს სხვა მოცემულობაში ვარ, ჩვენ იმ მოცემულობაში ვარ, როდესაც რეჟიმს უნდა წაართვა ხელისუფლება და რომ წაართვა ხელისუფლება პროტესტთან ერთად ჭირდება პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ პროცესში აუცილებელია პოლიტიკური ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომელსაც კარგი, მაშინ რა მოლოდინი გაქვთ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერის მიერ განკეთებული განცხადებების შემდეგ მანდატების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მაგას ამ თემაზე მოგვიანებით გიკითხავთ უბრალოდ აი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით რა მოლოდინი გაქვთ, რა მოცემულობა გვექნება 5 ოქტომბერს, აი სხვადასხვა ვერსიები მომისმენია. ძალიან ფუნდამენტური კითხვა და მე არა მაქვს ამაზე პასუხი, ზუსტადაც რომ ჩვენ იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა გითხოთ, რომელიც ერთის მხრივ მიდიან მონაწილეობენ არჩევნებში, მეორე არის, რომელიც არ ბოიკოტს აცხადებენ. ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოიკოტი მაშინ არის, როცა ყველა პოლიტიკური ძალა ბოიკოტში შედის და მაშინ ის ეფექტურია. მაშინ არჩევნებიც მაშინ არის, როდესაც არჩევნები მაშინ არის, არა, არჩევნები შეიძლება ესეც იყოს, ისეც იყოს, არჩევნებში გამარჯვება და გამოგლეჯვა და წართმევა და აღდგენა დემოკრატიული ხელისუფლების მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენ ამის რესურსი გაქვს, მაგრამ ამ
ამ ეტაპზე ორ პარტიას, რომელიც მონაწილეობს, არ აქვს ამის რესურსი, ბოიკოტი თავისთავად ვერ შედგება და აი მას გულისხმობს ხომ ეს არის ფრაგმენტაცია და სწორედაც რომ მაშინ 5 ოქტომბერს რა იქნება ერთმა და მეორე მხარემაც უნდა გვითხრას. სხვა შორის ეგ ახალეს ბოლო ინტერვიუს რომ ვუსმენდი, აი დამრჩა შთაბეჭდილება რომ არც მას აქვს მაინც და მაინც რაღაცა აღმატებული მოლოდინები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაღაცა მისი პოლიტიკური პროგნოზები უფრო სხვა ფაქტორებზე შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები უფრო სწორედ უფრო სხვა ფაქტორებს ეფუძნება. აი მაგალითად ფიქრობს იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება თუ შეიცვლება, არ არის გამორიცხული თქვენმა პარტიამ, თქვენი პარტიის დეპუტატებმა გამოიყენონ საპარლამენტო მანდატები. ეს საინტერესოა თქვენი ლიდერის ამ პოზიციას თუ იზიარებთ, იმიტომ რომ ძალიან მწვავე კრიტიკა მოყვა, ერთ-ერთი მწვავე მგონი ანა წითლიძე იყო, რომელმაც თქვა, რომ პირადად ჩამოვაცმევ თავზე ნაგვისურნას ყველა იმ დეპუტატს, რომელიც საკუთარ მანდატს გააცოცხლებს. მე მედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მე ამ არჩევნებსაც დავორქი, რომ და არა მარტო მე დავორქი, ეს ევროპარლამენტის რეზოლუციის, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტის ასე ვთქვათ, რეზოლუცია იყო, თუ განცხადება აღარ მახსოვს, რომელშიც ეს ეწერა, რომ ანგარიში, ბოდიში, ევროპარლამენტის ანგარიში იყო, რომელშიც ეწერა, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს გამოიყენებს სტატუს კოს აღიარებისთვის, ეს recognition or status quo. ეს და მესაც დავარქი, რომ ყველა დანარჩენი, ვინც ამას უწყობს ხელს, ისიც მონაწილეობს ამ სტატუს კოს აღიარებაში. ამას მე ამ სიტყვას უკან არ მიმაქვს, ეს სიტყვები ესევე რჩება და სამწუხაროდ უფრო და უფრო მყარდები ამ სიტყვებში და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდესღაც შეცდომაც შეიძლება ჩაეთვალათ, რომ მანდატების დათმობა არ დათმობა იყოს სწორი, არ იყოს სწორი, მაგრამ დღეს ამ პარლამენტში შესვლა და მონაწილეობა ამ პარლამენტის საქმიანობაში ცალსახად არის ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მე იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი, იმიტომ რომ ეს არ იყო რამე მინიშნებით საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ამ საკითხის არ გამორიცხვაზე იყო საუბარი და შემდგომზე გადატანა. მაგრამ მე იმედი მაქვს ესეთ შეცდომას არ პარტიის ლიდერი, მით უმეტეს გარკვეული მიზეზების გამო საზღვარგარეთ მყოფი, რომელიც ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და უშუალოდ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემაზე აკეთებს ორაზროვან განცხადებას, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ხო, ალბათ რაღაცას ნიშნავს, ახლა ჩვენ თუ ანალიტიკაში შევალთ, ალბათ შეიძლება ისეც ვიფიქროთ, ასეც ვიფიქროთ, ეს აკეთება. უბრალოდ მე ვამბობ პოლიტიკური შეფასება არის ჩემი, რომ თუ ეს იქნება კიდევ უფრო დიდი შეცდომა ამის გაკეთება დღეს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ რეჟიმთან თუ რეჟიმთან ბრძოლა არის ამოცანა, თუ რეჟიმთან ბრძოლა არ არის და უბრალოდ ასე ვთქვათ სტატუს კოს აღიარება, მაშინ ყველაფერი შეიძლება და მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება გამოიყენო და შენ თუ არ ებრძვი და შენ უბრალოდ ამ პროცესში მონაწილე ხარ და ამ პროცესის მონაწილე ხდები, რაც შეიძლება არჩევანი იყოს, უბრალოდ ეს ჩემი არჩევანი არ არის და მე ამ პერსპექტივიდან უყურებ, რომ თუ ბრძოლაში გადიხარ ამ რეჟიმს ებრძვი როგორც რეჟიმს, რომელიც მიუღებელია საქართველოსთვის, ქართული დემოკრატიის, ქართული ევროპული მომავლის, ქართული სოციალური სახელმწიფოსთვის და ასე შემდეგ, მაშინ ეს არ არის ის გზა, რომელთაც შენ შეიძლება ეს რეჟიმი დაამარცხო, მასთან შეგუება, მასთან კოჰაბიტაციაში შესვლა ესეთი ფორმით, ეს არ არის დემოკრატიის გაძლიერების რამე შანსი და ეს არაფერს არ აძლევს ქართულ სახელმწიფოს. არ იყო ეს საკითხი შეთანხმებული, ანუ არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა გიორგი მას იგივე თქვა, რომ ეს არ არის საუბარი, ეს საკითხი შეიძლება განხილულ იქნას, რომ პოლიცსაბჭოს, თუმცა მე არ ვარ პოლიცსაბჭოს წევრი და ამიტომ მე არ ვიცი ხა იყო თუ არა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ჩემ პოზიციას გეუბნებ, ამ შემთხვევაში ჩემი პირადი პოზიციაა, რომელსაც მე ვამბობ, ამრმალავ, ჩემი პოზიცია არჩევნებში პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით არის ძალიან კრიტიკული და მე ვამბობ, რომ არ უნდა მიიღო მონაწილეობა, თუმცა კიდევ ერთხელ, აქაც მე მგონი ამის გამო არ დაგიტოვებიათ, ანუ ეს უკვე მეორე საკითხი იქნება, თუ კი გახარია ჩამოყალიბდება საბოლოოდ იმ პოზიციაზე, რომ მანდატები ან პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა და პოლიტიკური ბოიკოტის ფორმაც უნდა შეცვალოს მისმა პარტიამ, ეს უკვე იქნება მეორე საკითხი, რითაც წინააღმდეგობაში მოხვდათ პარტიის ლიდერის პოზიციასთან. ანუ არც ამის შემდეგ დატოვებთ პარტიას? მე დავტოვებ, არ დავტოვებ, ცალკე საკითხი, მე ფორმალურად გაწევრიანებაც კი ვერ მოვასწარე პარტიაში, მე უბრალოდ პარტიას წარმოვადგენდი არჩევნებში და ამ პარტიასთან ერთად ამ საარჩევნო ბრძოლაში ვარ შესული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მე მაქვს პოზიცია, რომ კიდევ ერთხელ დემოკრატიის და ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნები როგორც ინსტიტუტის გამოყენება, მაგრამ მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებს შორის იქნებოდა კოორდინირებული მოქმედებები, ამ შემთხვევაში რეალური შანსი ჩნდებოდა ხელისუფლების თუნდაც ადგილობრივ დონეზე ცალკეულ ადგილებში დამარცხების. მაგრამ მაშინ როდესაც ის ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობა გამოყენებული არის როგორც ყველაზე ცუდი სცენარი,
ოპოზიციისთვის და ყველაზე კარგი სცენარი ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ და თქვი კიდევაც არ მახსოვს თქვენს ეთერში თქვენ ეს არის კავკასიური ცალსწრე ორ პოლის შორის ოპოზიციაში ერთი და მეორეც ორივეს აქვს ლეგიტიმური უფლება მოითხოვოს ერთმა ბოიკოტი მეორემ არჩევნებში მონაწილეობა მაგრამ ვისაც უფრო მეტად უყვარს თავის ქვეყანა იმან უნდა დათმოს იმიტომ რომ რეალურად აი ამ ძიძგილაობაში ოპოზიციურ დაპირისპირებაში საბოლოო ჯამში გამარჯვებული რჩება ქართული ოცნებები და ამ არჩევნების აი ამ კონკრეტულ ოქტომბრის არჩევნებში ის დაიწერს გამარჯვებას და სამწუხაროდ ეს შეიძლება ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენოს საზოგადოებრივ განწყობებს ოპოზიციურ განწყობებს საზოგადოებაში გაზარდოს ასე ვთქვათ ფრუსტრაცია გარკვეულწილად და ცოტათი ასე ვთქვათ სტატუს-კვო გააჩინოს ახალი სტატუს-კვო გააჩინოს იმიტომ რომ განსაკუთრებული გაყალბების გარეშე ან ამ გაყალბების დამტკიცებების გარეშე გააკეთებს ამას ქართული ოცნება ჩვენ ვიცით რომ უსამართლო კანონმდებლობა გვაქვს ეს ერთი ყველა რესურსი რომელიც ადრე იქნა გამოყენებული ამასაც გამოიყენებს მტკიცებულებების შეგროვების არანაირი შესაძლებლობა არ არის იმიტომ არც საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ არსებობენ არც ერთი ელემენტით რომელთაც შესაძლებელია გამოგლიჯო მართლა ძალაუფლება არ აქვს იმიტომ რესურსი ამ არჩევნებში მონაწილე პარტიების არის გაცილებით უფრო ლიმიტირებული ვიდრე ჭირდება ხელისუფლების სადმე დამარცხებას დანარჩენი ხა ყველაფერი უკვე რიტორიკაა და პარტია კამპანია აქვს გახარიას პარტიას როდესაც შედის არჩევნებში და კიდევ უფრო როდესაც ფიქრობს და უშლებს მანდატების გამოყენებას მომავალში. ხო, არ ვიცი. აი რა მიზანი შეიძლება ამოძრაოს? ჩემთვის ეს კონკრეტული გასაგები არ იყო, ყოველ შემთხვევაში ის პასუხები რომელიც იყო, ჩემთვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რა გეგმა აქვს, იმიტომ რომ ამან გააჩინა ძალიან ბევრი ხო ვერსია ხო. მართლა ჩდება კითხვა, რომ 5 ოქტომბერს რა ხდება? 5 ოქტომბრიდან რა ხდება? აი მეც მაქვს ესეთ კითხვა, ვტოვებ ამ კითხვას და თუ იქნება ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ვასუხოთ. ლეგოს წარმომადგენელი, ბოიკოტის წარმომადგენლები თუ იქნებიან აქ 5 ოქტომბერს რა ხდება? მაგაზე ვისაუბროთ. პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი და ხალხი დღესაც ხედავდით ძალიან მძიმე ბრძოლა არის, ყოველდღიური ბრძოლა არის სასამართლოში, ფიზიკურად იბრძვიან ადამიანები, მეგობრები, ოჯახები. გარკვეულწილად შეიძლება უკან დახევა შეიძლება ბოლომდე არ დავარქვათ, მაგრამ დარბილება სიტუაციის მაგიტომაც იქ გახდა საჭირო, იმიტომ რომ უბრალოდ ამ უწურავი ენერგია ამ ადამიანების ბრძოლის, შობლების და ოჯახის წევრების, რომელიც მართლა სამაგალითოა და მე არ ვიცი, თვითონის პატიმრები, მე არ მგონია რომ ესეთი ჰეროიკული გამოკიდებულებები ქონოდათ პირველივე დღეებიდან, მაგრამ აი ამ პროცესში ისინი გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ გმირება და ერთმა ადამიანმა თქვა დღეს რომ მე გმირად არ დაბადებო, მე ბედნიერებისთვის დავიბადებო, მაგრამ გმირი გახდა. ან მან თავის ქმედე, თავის პრინციპულობამ გახადა გმირი და არა იმიტომ რომ ეს რაღაცა ესე აღზა. უბრალოდ კარგად აღზა და სწორად აღზადეს და აი ბრძოლას, ეს ბრძოლა არის რეალური ბრძოლა ეს არის. დანარჩენი ყველაფერი რაღაც პოლიტიკური მანევრებია, რომელიც ჩემთვის ცოტათი არ იყოს, არაეფექტურია და ვერ ხედავ ამ პოლიტიკური მანევრების რამე განსაკუთრებულ შედეგზე ორიენტირებულობას. დანარჩენი შედეგები ხედავ, აი დღეს სასამართლოში იყო ეპიცენტრი. დღეს ახლა მელიქიშვილის ქუჩაზე არის ეპიცენტრი. მცირე, მაგრამ ძალიან პრინციპული პროტესტი რუსთაველის გამზირი, რომელიც აი ამ რაღაცა ნაპერწკალს ინახავს, რომელიც აუცილებლად აალდება და იქნება აუცილებლად. მაგრამ მე არ ვიცი რა, დანარჩენი და პოლიტიკურმა ასე ვთქვათ პოლიტიკურმა კლასმა ორიანი მიიღო ჩემი ვერ შეძლო ხო შერწყმა აი ამ საზოგადოებრივ ორიანი ამ ეტაპზე ნუ აი სამიანი კარგით იმიტომ რომ რაღაცა ზოგმა მართლა რაღაცა თავისი რაღაცა განსაკუთრებული წვლილი მაინცლა შეიტანა იმითი რომ როგორც მინიმუმ ხერფლი გაიღო საპატიმროში მაინც არის ამიტომაც მე ვამბობ რომ გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიები ვერ აღმოჩნდით ყველა იმ დონის სიმწიფის რომ ეს რაღაცა პროტესტის ეს ბუხტი ამ ეტაპზე გამოგვეყენებინა იმის რომ სწორი მიმართულება მიგვეცა სწორი ეს თქვა ნაკადები სწორად წაგვემართვა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დღეს უფრო მეტი ენერგია იხარჯება ერთმანეთში ბრძოლაზე ამასაც ვიძახდი იმიტომ რომ ოპოზიცია შორის პოლარიზებაში ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება არის რომ ოპოზიციური ფლანგები ერთმანეთთან ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ ამასთან ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლებაში არის აი ტიპიური რეჟიმის ტრანსფორმაციული ეტაპი როდესაც ყველაზე სუსტი არის ყველაზე მოწყვლადია რეჟიმი მაგრამ ამ რეჟიმს ჩვენ ვერ ვანჯღრავთ იმიტომ რომ პოლიტიკური ოპონირება არ ხდება სწორი ეფექტური და იმიტომ რომ პოლიტიკური ოპონირება დღეს ხდება ბოიკოტისა და არჩევნებში მონაწილეობის შორის ეს არის ყველაზე დიდი ამაში ორიანი ან სამიანი ალბათ რა თუმცა ცოტა ხნით, მაგრამ ისე არ ვიცით რამდენად ხო ხანგრძლივი იქნება, ასე ვთქვათ, ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც თქვენმა პარტიამ და ლელომ წინა საარჩევნოდ დადო, ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, მათ ცოტა ხნის გადადეს, ასე ვთქვათ, გვერდზე უთანხმოება და საერთო საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იმ თავითვე მოწინააღმდეგე იყავით ამ არჩევნებში მონაწილეობის, მაინც როგორ შეაფასებთ?
ბავშვზე არჩევნებში მონაწილეობას მე თავისთავად არ ვიყავ წინააღმდეგ. კიდევ ჩემთვის არსებობდა სამი სცენარი, არჩევნებში ყველას მონაწილეობა, არჩევნებში არავის მონაწილეობა და ის რაც მივიღე დღეს, ყველაზე ცუდი სცენარი არის ეს. ყველაზე ცუდი ჩვენთვის, ყველაზე სასარგებლო ქართული ოცნებისთვის და დარწმუნებული ამისთვის ძალიან ბევრი ეცადა ქართული ოცნება, რომ ესეთი ფრაგმენტირებული ყოფილიყო ქართული ოპოზიცია, რომელიც სისუსტეზეც დგას დღეს რეჟიმი, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან სუსტია, უბრალოდ რაც მას ამყარებს არის ქართული ოპოზიციის, ანუ ოპონენტების სისუსტე, ოპონენტების არამიზნობრივი, არამიზანმიმართული ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ. საარჩევნო კამპანიას რა ნიშანს დაუწერდით თქვენ მინდა და მეკითხა. საარჩევნო კამპანია ხა ესეთ პირობებში, როდესაც გაყოფილია კიდევ ერთხელ ოპოზიციურ ელექტორატი. ახლა ესეც ხო არითმეტიკა, ჩვენ ვიცით, ოპოზიციურ ელექტორატი როგორ არის, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ყველაზე მაღალია ოპოზიციურ ელექტორატის მაჩვენება, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მინიმუმ ნახევარზეა გაყოფილი არჩევნებში მონაწილეების სურვილთა და მოწინააღმდეგეების შორის. შესაბამისად გამოდის, რომ თუ ოპოზიციას პირობითად საერთო ჯამში 50%-ზე მეტი ქონდა, 55-60% გარანტირებულად უნდა ქონოდა თბილისში, ამის ნახევარი აქვს დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად თუ ჩვენ იმასაც ჩავთვლით 25-35% არის ქართული ოცნების ეს თქვა პირობითი რეიტინგი თავის გაყალბებით, უკვე თანაბარი შანსების პირობებში რეჟიმი ყოველთვის მოიგებს. თანაბარი შანსებით ვერ მოუგებ ამ რეჟიმს, ეს არ არის კიდევ ერთხელ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება აშკარა უპირატესობა არჩევნებში და აშკარა უპირატესობა დავკარგეთ მაშინ, როცა ჩვენ ყველა ერთად არ შევედით არჩევნებს. მადლობა. დიმიტრი სკიტიშვილი, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. რეკლამის შემდეგ სალომე სამადაშვილს და გედევან ფოფხაძეს მოусმენთ. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში 10 სექტემბერი 22 საათი და 30 წუთი თბილისის დროით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისიაში გაიმართება მოსმენა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა სწორედ ამ თემაზე იქნება მსჯელობა ჰელსინკის კომისიაზე, სადაც მოусმენენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშვილს. ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომ ამ განხილვის შემდეგ შესაძლებელია თუ არა დაჩქარდეს მეგობარი აქტის მიღება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან შესაძლებელია ამ აქტის მიღების ვადები დაკორექტირდეს. სწორედ ამ თემით დავიწყებთ საუბარს სალომე სამადაშვილთან, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური მდივანი გვერდება. მოგესალმებით, ქალბატონო სალომე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სწორედ 10 სექტემბრის შემდეგ? თავისთავად ის ფაქტი, რომ ჰელსინკის კომისია უკვე მე რამდენად იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოსმენა ჩაატაროს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს არის უკვე ძალიან ნათელი გზავნილი იმის, რომ ძალიან შეშფოთებულია დღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოში ვითარებით. მათ შორის ჰელსინკის კომისიის პოზიცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა იმ საკითხებით ხდება ადამიანის უფლებების დარღვევას, კანონის უზენაესობას და სხვა და მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ როდესაც ქვეყანაში უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, რამ ხდება, როგორც პოლიტიკური პატიმრების რაოდენობით, ასევე იმ ფაქტით, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ლიდერი დღეს დიდი ნაწილი მათ ციხეში იმყოფება, ცხადია, რომ დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოს თემა, აქტუალური ამ კონტექსტში, სამწუხაროდ და არა იმ კონტექსტში, რომელიც ასე ვთქვათ, იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის სასურველი, რომ დღეს საუბარი იყოს გაღრმავებაზე ურთიერთობების, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ დღეს როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, სადაც მე ხოლმე ვიმყოფები, განხილვის ერთადერთი თემა ეს არის რა ბერკეტებით შეიძლება ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება, იმიტომ რომ ყველას ესმის რაც ხდება დღეს საქართველოში და როგორ ხდება ფაქტიურად საქართველოს საბოლოოდ ჩაბარება
რუსეთის ინტერესებისთვის და რუსეთის გავლენის სფეროსთვის და ამიტომ ეს არის ცხადია მნიშვნელოვანი თემა ყოველთვის. თუმცა ქართულ ოცნებაში აი ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს თუ გავიხსენებთ ხომ, რომელიც მოჰყვა მიხეილ ყავილაშვილის საჯარო წერილის გაგზავნას ტრამპის ადმინისტრაციაში, ისინი ამბობენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღადგინონ სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა. გადაწყვეტილებები, რომელიც საქალაქო სასამართლომ აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართ მიიღო ბოლო 2 დღის განმავლობაში. ხომ არ შეიძლება შეფასდეს როგორც ერთგვარი პოლიტიკური მანევრი, თუნდაც აი დასავლეთის თვალში რაღაცა გარკვეული ქულების დასაწერად. გამოითქვა ბევრი ვერსია, რომ ერთი ნაბიჯი რჩება მაგალითად შეწყალებამდე და შესაძლებელია ეს ადამიანები ძალიან მალე გათავისუფლდეს საპატიმროდან. ხო, ну ახლა მე ვერ გეტყვით პირველი შემთხვევა არ იქნებოდა ივანიშვილი რომ ვაჭრობდეს ადამიანების თავისუფლებით, ჩვენ გვახსოვს ამ წლების მანძილზე ხალხის დატყვევება უკანონოდ, დაპატიმრება და მე რაღაც ვაჭრობის პროცესის დაწყება. მაგრამ სიმართლე ვგითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვითარება არის მგვარად შეცვლილი, რომ მე მაგალითად ძალიან სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღარ არის უკვე შეშფოთებული ბოლო დასავლეთის ქვეყნები. ძალიან დიდი შეშფოთება არის უკვე ჩვენ მეზობელ სახელმწიფოების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არა მხოლოდ საქართველოს აზიანებს, არამედ მთლიანად რეგიონს აზიანებს. ამიტომ არანაირი რესურსი ამ ხელისუფლებას გავიდა, ასე ვთქვათ, ის ყველა იმ ჩარჩოებიდან, რომელიც რაღაცა შესაძლებლობებს ტოვებს გადატვირთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას ძალიან აცხადს აქვს გაცნობიერებული, ვისთან აქვს დღეს საქმე, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში და ყველას კარგად ესმის, რომ დასავლეთის სტრატეგიული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში რომ იყოს დაცული ადეკვატურად, ამას ჭირდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება ქართული ხალხის ინტერესების გაცვლასთან ერთად, იმიტომ რომ ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ მართავს ეს არალეგიტიმური რეჟიმი ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ამისი გააზრება სათანადოდ მოხდა ყველგან, რასაც წარმოადგენს დღეს ივანიშვილი, იმიტომ რომ ის უკვე ძალიან ცალსახად არის მოქცეული რუსეთის ასე ვთქვათ ბანაკში და აი ეს რაღაცა ვაჭრობის პროცესი თუ ამის იმედი აქვს ივანიშვილს, მე არ ვიცი, შეიძლება ჰქონდეს რაღაც ესეთი ილუზიები, ამ მატარებელმა ჩემი აზრით უკვე ჩაიარა. ანუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი, როგორც ბრიუსელის, ისე ვაშინგტონის მხრიდან ოფიციალურ თბილისთან მიმართებაში, რას ელოდებით და როდის ელოდებით? ხო, ну სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დღეს მოკავშირე ერთადერთი რუსეთის, რომელიც დარჩა ევროკავშირში, ეს არის უნგრეთის ხელისუფლება. ისინი აგრძელებენ როგორც ჩანს საბოტაჟს საქართველოს დახმარების პოლიტიკის, იმიტომ რომ საქართველოს დახმარების პოლიტიკა დღეს ცხადია არის, რომ სანქცირება მოხდეს რეჟიმის წარმომადგენლების. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას ბიძინა ივანიშვილის და მისი ანტურაჟის დასანქცირების საკითხი ევროკავშირში ძალიან აქტიურად. უბრალოდ ფიქრობენ გზებზე, როგორ შეიძლება რომ თავი აარიდონ ვიქტორ ორბანის ცდილობას, რომ დაბლოკოს ეს სანქციები და ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ იმიტომ, რომ რუსები იცავენ თავის მოკავშირეებს სანქციებისგან, ამ შემთხვევაში ორბანის ხელით, დღის წესრიგში ისევ დგას უვიზო რეჟიმის შეჩერებაც ჩვენს ქვეყანასთან, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების დაბლოკირებაში არ არის ორბანის, იმიტომ რომ არ არის საჭირო ყველა ქვეყნის თანხმობა. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველას აქვს მე შემიძლია გითხრათ, რომ ცოტათი დასცინიან აქ იმ ეგრეთ წოდებულ რაღაცა გზავნის, რომელიც საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ეს რაღაცა დაცინვისთან ძირითადად ბრიუსელში, რომ თავის მასშტაბებია არის ცხადია ხელისუფლების მხრიდან რაღაც ტყუილების კორიანტი, ყველას ძალიან კარგად ქვეყანაში რა ხდება. ანუ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნები არ არის შესრულებული უვიზო რეჟიმის
შეჩერება თავიდან ავიცილოთ, ამაზე საკმაოდ მყარი აზრია, როგორც ჩანს ჩამოყალიბებული. თუმცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც იმედი ვიქონიოთ, რომ კიდე რაღაც დროს მოგცემენ, იმიტომ რომ ქართული ხალხი არ დაისაჯოს მისი ხელისუფლებისთვის და ცხადია ჩვენთვის სასურველი შედეგი ის, რაც თქვენ უჭერთ ხარს და მათ შორის მე დღეს გამოსვლა ევროპის უსაფრთხოების ინსტიტუტის, ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის კონფერენციაზე, სადაც რომელზეც კაია კალას პროგრამული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და იქ იყო შეკრებილი ყველა მის გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოსთან დაკავშირებით. მე გავაჟღერე კიდევ ერთ პოზიცია, რაც არის ჩვენი პოზიცია, ძლიერი საქართველოს პოზიცია, რომ სანქცირება უნდა შეეხოს რეჟიმს და საქართველოს მოქალაქეები არ უნდა იქცნენ ფას საკუთარი რეჟიმისთვის, ეს არის ჩვენი პოზიცია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ თავარი დამაბრკოლებელი არის ისევ და ისევ რუსეთი, რომელიც საკუთარ მოკავშირეებით იუნიშვილს იცავს სანქციებისგან ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეუწყალოს ევროკავშირს. კაპიტან სალომე, რადგან თქვენს პოზიციაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს, როგორც თქვენი პერსონალური, ასევე თქვენი როგორც პარტიის ლელო ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბებული პოზიცია. საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგი გახარიას ინტერვიუს და განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ის საუბრობს, რომ შეცდომა იყო საპარლამენტო მანდატების დატოვება და მით უფრო პარტიული სიების ჩახსნა და ის არ გამორიცხავს პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დადგება 5 ოქტომბერს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის ფორმა მათი მხრიდან შეიცვალოს და ეს შესაძლებელია გამოიხატოს სწორედ მანდატების გამოყენებაში. ანუ პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. აი ძალიან ბევრმა მოიკითხა სხვათა შორის თქვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან, რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით ლელო და რადგან ისინი ახლა საარჩევნო პარტნიორულ თანამშრომლობაში არიან, იყო თუ არა ეს საკითხი თქვენთან გავლილი და შეთანხმებული? მე მგონი ამაზე ჩვენ გავეცდით უკვე გუშინვე, თუ გუშინზე აღარ მახსოვს, როდის იყო ეს საკითხი გაჟღერებული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენს პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ლელო ძლიერმა საქართველომ, ჩვენმა კოალიციამ გააუქმა ხახსნა სიები, ჩვენ დავთმეთ მანდატები და შეუძლებელი გავხადეთ შესაბამისად ჩვენი მანდატების გამოყენება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამ პოზიციაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით და რაც შეეხება გახარიასთან თანამშრომლობას, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა, ეს არის ადგილობრივ არჩევნებში თანამშრომლობა, იმიტომ რომ მათ შორის რესურსების, ასე ვთქვათ, რაღაც მობილიზაციის მიზნით ესე იყო მიზანშეწონილი, ესე ჩავთვალეთ. სხვა გადაწყვეტილებებს რას იღებს გახარიას პარტია, ეს მათი საქმეა, მათ ისინი დამოუკიდებელი მოთამაშე არიან. ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის და მე შეგახსენებთ, რომ თავიდანვე, როდესაც დებატები იყო მანდატების საკითხებზე, ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩახსნას სიები, იმიტომ რომ ნომინალურად ყოფნა პარლამენტში ოცნებას აძლევს გარკვეულ უპირატესობას და ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მიგვაჩნდა სიების ჩახსნა, ამიტომ ჩავსვენეთ სიები, გაუქმდა მანდატები. ну, როგორი მოქმედებს მომავალში სხვა პარტია, ამაზე ჩვენ ცხადია, რომ ვერანაირ პასუხს. კაპიტან სალომე, დავაზუსტებ, ანუ გახარიას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების გაუქმება არ გამოყენება თავის დროზე იყო შეცდომა და შეცდომის გამოსწორების მცირე რესურსი მაინც არსებობს და აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ვისაუბრე ამაზე. თქვენ ხელს არ გიშლით ახლა იყოთ ერთმანეთის პარტნიორები წინა საარჩევნოდ. აი თქვენ თავად თქვით, რომ ახლა ჩვენი მიზანია საერთო რესურსის მობილიზებაო. საერთო რესურსის მობილიზებაში რა თქმა უნდა იგულისხმება ელექტორატიც, ხომ? აი თქვენი ელექტორატის მიერ, რომელმაც მოგიწონათ და თქვენი მხარდამჭერი დარჩა სწორედ ამ გადაწყვეტილებაში, რომ ბოიკოტი გამოგეცხადებინათ ამ ფორმით საქართველოს პარლამენტისთვის
იმ შედეგებისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს დარჩა. მათი მხრიდან როგორ იქნება ეს ახმული და გახარიას ეს პოზიცია იქნება თუ არა დამაზიანებელი სწორედ საერთო ელექტორატის მობილიზების საკითხი. ეს ძალიან უაზრო დებატია პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ მე გამოკითხვები ნანახი მაქვს და სალსახად არ არის, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი მაგალითად თვლის, რომ ბოიკოტი სწორი იყო. რაღაც ნაწილი თვლის, რომ სწორი იყო, რაღაც ნაწილი თვლის, რომ არ იყო სწორი. ამიტომ ამაზე ეხლა საუბარი და რაღაცა დათვლების გაკეთება, ეს არის აბსურდი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ დავიკვირდი და ვერაფერს ვერ განსაზღვრავთ. ოპოზიციური წარმომჩევლის ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებზე არ უნდა გახვიდე, ნაწილს მიაჩნია, რომ უნდა გახვიდე, ასევე ნაწილს მიაჩნია, რომ შეცდომა იყო საპარლამენტო მანდატებზე უარი და ნაწილს მიაჩნია, რომ სწორი იყო. ამის დათვლა არის შეუძლებელი. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ საქართველოს დავიხსნათ ოკუპაციისგან, რომლის ქვეშაც დღეს საქართველოს ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, ვინ ვისი ამორჩეველია. მათ შორის ქართული ამორჩეველი ცხოვრობს დღეს რუსული ოკუპაციის ქვეშ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღის წესრიგში დგას აი ესეთი საშინელი, მე თუ მკითხავ, დარტყმა ჩვენთვის, როგორიც არის შესაძლო უვიზო მიმოსვლის დაკარგვა და უვიზო მიმოსვლას ყველა დაკარგავს, ვისაც არ უნდა მიეცა ხმა. ამიტომ ვისაც არ უნდა მიეცა ხმა, ამიტომ დღეს ყველა ამორჩეველი ჩვენს ქვეყანაში დგას ერთი და იგივე პრობლემების წინაშე, როგორც ევროპული მომავლის დაკარგვის, ასევე უმუშევრობის თვალსაზრისით, ასევე გაზრდილი ფასების თვალსაზრისით, მიგდებული და დაუცველი ჩვენი ამორჩეველი და ადამიანები ყველა მუნიციპალიტეტში, რომელსაც პატრონი არ ყავთ უბრალოდ, რომ მათ პრობლემებზე იზრუნოს, ამ ხალხს დღეს ყველა სჭირდება შეთავაზება პოლიტიკური, რომ არსებობს გზა ბრძოლის. ჩვენ თუ ამბობთ, რომ ამ ბრძოლის გზა გადის როგორც არჩევნებზე, ასევე ქუჩაზე, ასევე პროტესტზე, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიციონირება. ჩვენ ახალი არ გვიკრავს არავისთან პარტნიორობისთვის და ვთქვით, რომ არჩევნებზე ვინ შედის, იმ ხალხთან ცხადია ბუნებრივია, რომ არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს პარტია, რომ მასთან ამ არჩევნების პირობებში რაღაცა თანამშრომლობა შედგეს, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ვrჩებით ასევე აქტიური მომხრე მონაწილე ყველანაირი წინააღმდეგობის ფორმების, იმიტომ რომ ბრძოლა ჩვენი აზრით უნდა გაიმართოს ყველა ფრონტზე და დღეს ეს არის მთავარი და იმისი გამოთვლა ელექტორალურად ვინ რამდენ გრამს, რამდენ ხმას და რაღაცას დაკარგავს ამ იმით ამ ვითარებაში ჩემი აზრით მართლა შეუძლებელია უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე ყველა ფრონტზე. ანუ 13-ში აქციაზე იქნება თქვენი პოლიტიკური ძალა, მონაწილეობთ ამ პროტესტში. ჩვენ ყველა პროტესტში ვიღებთ მონაწილეობას და მივიღებთ. ერთადერთი ცხადია თუ ბოიკოტის მოთხოვნა არის მთავარი თემა ბოიკოტის მოთხოვნის დემონსტრაციაში ახლა არ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ არჩევნებზე ჩვენ მიგვაჩნია რომ არჩევნების შანსი, არჩევნებზე ბრძოლა ჩვენ ასე ვთქვათ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მე დღემდე შეცდომათ მიმაჩნია პირდაპირ გეტყვით სხვა პოლიტიკების გადაწყვეტილება რომ არ შემოვიდნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ მათი გადაწყვეტილება და პატივცემთან გადაწყვეტილებას თუნდაც არ მიგვაჩნდეს სწორად, მაგრამ ჩვენ აქტიურ პროცესში ერთ-ერთი დღე არ მიგვიტოვებია ეს პროცესი, მე ხშირად მოგზაურობა ჩემი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ ვინც დღეს ადგილზეა თბილისში, მე მგონი ყველა მიცის და საქართველოში, რომ ჩვენი წარმომადგენლები მუდმივად არიან მონაწილე ყველანაირი პროტესტის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რაღაცა ცრუ დიხოტომია, რაც შეიქმნა, რომ აი არჩევნებზე გასვლა ეს ნიშნავს იმაზე, რომ ვიღაცა ქუჩის ბრძოლაზე ამბობს, უარს ეს ყოილია უბრალოდ. ჩვენ არც ერთი ბრძოლის გზისთვის არ გვიქვამს უარი, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ყველგან, სადაც შევძლებთ, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. მადლობა სალომე სამადაშვილს, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გედევან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გავაგრძელებ რა იმ თემას, რაც სალომე სამადაშვილი საუბრობდა და შემდეგ აუცილებლად შევეხები მიმდინარე საკითხებსაც. თქვენ როგორც აი ამ 13 სექტემბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ბუნებრივია მონაწილე. ფიქრობთ, რომ ამ აქციაზე ნამდვილად არის იმ პოლიტიკური ძალების ადგილი, რომლებიც
თქვენი პოზიციის, თქვენი მოწოდებების თუ მოთხოვნების მიუხედავად თქვენი გულისხმობ რვიანს, პოლიტიკურ რვიანს მაინც მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, რაც დაგვირგვინდება უკვე 4-ში მათი მონაწილეობით არჩევნებში. ეს კონსტიტუციური უფლება, ეს არის საჯარო პოლიტიკური სივრცე, ჩვენ ვაპროტესტებთ იმ საფრთხესაც ქვეყნის წინაშე შეიქმნა ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით და ეგ ასე ვთქვათ, მიტინგზე მოსასვლელი ადამიანებისთვის მოსაწვევების დარიგება ან რაღაცა ყარავლების დაყენება, რომ შენ შემოდი მიტინგში, შენ არ შემოხვიდე, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაც არც ყოფილა და ვერასდროს ვერ იქნება. არის კონკრეტული პროტესტი, ჩვენ არ ვითანხმებით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მიგვაჩნია, რომ ამეთი ჩვენ მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციაზე ვშორდებით და ხელს უწყობთ ქართულ ოცნებას იმაში, რომ ლეგიტიმაცია გაუწიოს თავის ხელისუფლების უზურპაციის პროცესს, მაგრამ ეს არის კონკრეტული აქცია, კონკრეტული მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ამოცანით, საჭიროა იმისი დემონსტრირება, რომ ქართულ ხალხს ტკივა ვიზა ლიბერალიზაცია, ტკივა ევროპის დაკარგვის საფრთხე და ხალხ ვინ მოვა და ვინ არ მოვა ამ ლოზუნგის და ამ იდეის გარშემო, ვინც ერთიანდება, ყველა მოვა ხა, მაგ არავის პარტიულობას არ გაუსინჯავდა ქინძაძაში რო არის ვის რაფერი თუ აინთება ყვითელი ფერი თუ რაფერიც ალელუსი ამის გამო არავინ არავის არ ეტყვის რომ ამ მიტინგში არ შემოხვიდეო. ხა მე მგონია რომ ნებისმიერი ქართველი ვისაც უნდა ევროპა, უნდა ევროპული არჩევანი 13 სექტემბერს უნდა იყოს ერთად და მაგ პარტიულობის შემოწმებას არავინ არავისთან არ დაიწყებს. მე მხოლოდ არ მიგულისხმია ამ შემთხვევაში გახარიას პარტიაც ვახსენე, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკური პარტიული ხო პარტიული ნიშნით მიტინგზე მოსვლა არ მოსვლას არავინ არავის არ უკონტროლებს თორე ხა მე მეჭვება რომ გახარიას პარტიის აქტივისტები ეს არ დადიან მიტინგებზე ძალიან იშვიათად ცალკეულ მათგანს ხედავ, მაგრამ ხო, ამბოლოს ლელოსაც ვერ ხედავ სიმართლე გითხრათ რუსთავის გამზერზე, მაგრამ მე არ მგონია რომ ეხლა პარტიული ნიშნის ასე ვთქვათ კონტროლი უნდა იყოს მიტინგებზე რა, ვისაც მიაჩნია რომ ევროპის დაკარგვა ჩვენი ტრაგედია, 13-ში ყველა ერთად უნდა ვიყოთ ახლა, მაგ არავინ არ უნდა გაუკონტროლოს ერთმანეთს პარტიულობა, თუმცა მე იმასაც ვხედავ რომ ოპოზიციური სპექტრი რაღაცა დონეზე თავისი ქმედებებით უფრო ოცნების საქმეს აკეთებს ვიდრე რას გულისხმობს კონკრეტულად, აი რადგან საარჩევნო უბანზე არ შეიძლება შესვლა საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს მე მგონია რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ოცნების არჩევანი, ოცნების არჩევნები და იქ რო შედიხარ, იქ ვის ხაზავ მნიშვნელობა არ აქვს რა, ეს არის პროცესი, რომელიც არის უზურპატორის, მოძალადის სასამართლოს და მთელი ამ სისტემის მიმთვისებელის ხელში და შენ ყავდეს პოლიტპატიმრები, ყავდეს სინდისის პატიმრები, აი მე საერთოდ ლოგიკას ვხვდები, მამუკა ხაზარაძე ციხეშია და მეაჩნია რომ არჩევნების გზით შეიძლება ბრძოლა გამართოს ვინმესთან. ამაში ლოგიკა არ არის რა. მე ამ ლოგიკას ვერ ვიჭერ, ვერ აღვიქო. შეიძლება რაღაცა მე მაქვს პრობლემა ამ ლოგიკის, მაგრამ ობიექტური რეალობა ისაა რომ ამ რეჟიმმა აბსოლუტურად რუსული სტანდარტი დაადგინა. მე ეს გახარია ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება ხო კაცი გააგდეს ქვეყნიდან და რა არჩევნებში როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა. არჩევნებში ის არ გამორიცხავს რომ შესაძლებელია სადეპუტატო მანდატების წინას გამოყენება და შეცდომას უწოდებს სიების ჩახსნას და თავის გადაწყვეტილებას რასაც უნდა ადამიანს ის დაარქვას შეიძლება თქვას რომ შემეშალა უნდა შესულიყავიო, მაგრამ რეალობა ხო ისაა რომ მივიდო და კომისიაზე არ მივიდო და მაინც გააგდებდნენ ქვეყნიდან. ვინც მივიდა, მაინც ბრძოლა გამოუცხადეს. ის კომისია მაგ ფუნქციით იყო შექმნილი, რომ ვიღაცები დაეჭირათ და ეს ფონი შეექმნათ. 50 ადამიანი ციხეში რატოზის ვერავინ ვერ გავიგეთ რა. უსმენთ, უყურებთ სასამართლო პროცესებს, ნახულობთ მტკიცებულებებს, ანალიზებთ სიტუაციას და ვერ გავიგეთ რატო დაეჭირეს ეს ხალხი და იქიდან არის ერთმნიშვნელოვნად რიტორიკა პრორუსული სუსი მართავს ყველაფერს. აქამდეც ვიცოდით საარჩევნო პროცესის დროს რა ხდებოდა, ხო, არავინ ბრმები არ ვიყავით და ხედავდით, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში დიდად არ განსხვავდება ძველი ხელისუფლების სტანდარტზე, პირიქით ბოლოს სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს. რა აზრი აქვს კიდევ ერთხელ შეამოწმო ესენი აყალბებენ თუ არა არჩევნებს. კითხვის ნიშნები ხო ბოლოს საპარლამენტო არჩევნებზე აღარ დარჩა. გაქვთ ამაზე პასუხი, აი რატომ შედიან აი ამ წინასწარ წაგებულ უსამართლო თვითონვე ამბობდნენ მათივე ტერმინებს ვიყენებ უსამართლო ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს პასუხი ჩვენ მოქმედებაზე, ჩვენ ვიცით ჩვენ რატო არ ვაკეთებ და ისინი რატო აკეთებენ ვერ ხვდები რა. ეხლა იმდენად არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რასაც ისინი აკეთებენ. აი როგორ ვეძებო ახლა მათი პასუხი, ხო? ესე იგი ისინი
ორჯერ ორზე ამბობენ 7-იაო და ახლა მე მაგათ აუხსნა რატო ამბობენ გამრავლების ტაბულა არ იციანო რომელიც არის ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით აქტიურად თუ პასიურად ჩართული, მაგრამ ჯერ შესაძლებელია პოლიტიკური არჩევანი არ გაუკეთებია, იმიტომ რომ მიაჩნია რომ ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია მეტნაკლებად ახლოს დგას მის შეხედულებებთან. მათ როგორ უხსნით რომ ნახეთ ძალიან უცნაური მოცემულობა, არ ვიცი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, მას შემდეგ რაც პოლიტიკურ მოვლენებს ვადევნებ თვალს, მსგავსი სიტუაცია მე არ მახსენდება, როდესაც პოლიტიკური ძალების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ იძახიან, რომ ეს იქნება ძალიან უსამართლო და ურთულესი ბრძოლა, ნაწილი 4 ოქტომბერს ემზადება გამარჯვებისთვის და დარწმუნებულია, რომ 4-ში დაიწყება ყველაფერი და 4-ში დამთავრდება მიდიან მანდატებით იმისათვის, რომ ეროვნული კრება აირჩიონ და გაისტუმრონ ეს ხელისუფლება. ნაწილი ამბობს, რომ ეს არის დიდი უგუნურება მოსახლეობაში ცრუ მოლოდინების გაჩენა და რაღაცა თარიღზე კონკრეტული გამარჯვების ჩამოკიდება და ისინიც აქციებს მართავენ, მაგრამ ამბობენ, რომ ხელისუფლების დამარცხება იქნება ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი ბრძოლა. რა გაიგოს აი ამ აურზაურში და არეულობაში ამომრჩევლობა. ზა ფორმულა არავის არ აქვს. მე ჩემი აზრი მაქვს, სხვას თავისი აზრი აქვს. მე რომ ძალიან კატეგორიული ვიყო ჩემ შეფასებებში და თქვა რომ ვიღაცები არასწორად მოქმედებენ და მარტო ჩვენ გვაქვს გამარჯვების ფორმულა და ჩვენი არჩევანია მარტო სწორი. მე ასეთი რიტორიკაც არ ვიმაჩნია სწორად. ჩვენ ვჯელობთ ხო საბოლოო ჯამში თქვენ სვამთ კითხვებს და ბევრი ისეთი კითხვა ჟღერს თქვენი მხრიდან, რომელიც წინასწარ ვთქვათ ადამიანშია თეორიულად და თქვენ სტუდიაში ვფიქრობ და ვცდილობ რომ ამაზე პასუხი გავცე. ეს არის ჩვენი მსჯელობის პროცესი, ხო? ჩვენ არავის არ უყურებთ ამ შემთხვევაში როგორც ან მოღალატეს ან დაშინებულს, რომელიც იძულებული გახდა რაღაცა პროცესში ჩაერთოს და არ ვთხოვთ რომ ეს თვალი ჩაგვიკარი რომ შენ ამას იმიტომ კი არ აკეთებ რომ სწორად მიგაჩნია, არამედ იმიტომ რომ ციხეში ჩაგსვეს და დაგაშინეს. ასეთი მიდგომა ჩვენი მხრიდან არ არის. არც მე არ უყურებ ამ პროცესს ასე, მაგრამ აი უყურეთ, იყო 24 წლის აჯანყება 100 წლის წინ, ხო? იქაც ვინც აჯანყებისთვის ემზადებოდა 100 სხვადასხვა აზრი იყო და ბოლოს ერთად ვერ აჯანყდა ეს ხალხი. არა და ყველა პატრიოტი იყო, ყველა საქართველოს გათავისუფლება უნდა და ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ. ეს იყო მათი მორალური ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც განწირული იყო ერთადაც რო აჯანყებული იყვნენ. იმიტომ რომ რესურსი არ იყო იმისი, რომ ოკუპანტი დაემარცხებინათ. ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში რაღაცა ფრუსტრაცია რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ იქითა ძალა სამართლებრივი გზებით არ იბრძვის. არანაირი, აი რატო თქვით რომ არჩევნებში აზრი არ აქვს მონაწილეობის მიმართ? იმიტომ არჩევნები არ ტარდება, ეს არ არის არჩევნები, რასაც ისინი ატარებენ. ახლა მე ნაცების დროსაც მიმიღე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ძალიან რთულ ბრძოლებშიც ჩავრთულ ვარ. 2012 წელს ერთადერთი ვიყავი ქართული ოცნებიდან სამცხე ჯავახეთიდან მაჟორიტარული მანდატი წამოიღო და ბევრი დარღვევა და უსამართლობა და უკანონობა იყო, მაგრამ რაღაცას ვიგებდით, რაღაც მანდატები მოქონდა, ხო? ბოლო არჩევნებზე ჩვენ ჩაგვიტარეს რუსული სპეცოპერაცია. რუსეთში როცა ნავალნიმ თქვა, რომ მოდი გონიერი არჩევნების გზით წავიდეთ, რაც გულისხმობდა, რომ აი ოღონდ ოპოზიციონერი იყოს და სულერთია მივცეთ ხმა, ეს იყო აი ძალიან ხელოვნურად გამოგონილი ფორმულა, იმიტომ რომ რატომ უნდა მივცე ვიღაცას ხმა, რომლის იდეები და შეხედულებები არ მოწესო, კომუნისტს მივცე ხმა, მარტო იმიტომ რომ ძინა რასი არ მოწესო. ეს იყო ნავალნის ფორმულა გონიერი არჩევანი. ეხლა ამ სიტუაციაში, რომელიც ამათმა შექმნეს, ხო? აი მაგ ფორმულას ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ აი შენ რო უბანზე შედიხარ უკოცნებისა ხარ, რა. იქ შენ ას გააკეთებ, აი გარანტირებულად გეუბნებით, რომ 306-ს უბანს დღეს ოპოზიცია ვერ აკონტროლებს კი არა, ვერ წვდომაც არ აქვს. ჩვენ 2/3 უბნების მაინც გავაკონტროლეთ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებზე რა და რო გადავხედოთ, არის ურბანული ქალაქები და ბევრი უბნები არის დაცული. მე თვითონ ვიყავი ბორჯომის მე-18 საარჩევნო უბანზე, საკირე გვარი ტაძრისის უბანზე წარმომადგენელი და მიმაჩნია იმ უბანზე არსებითი დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ დვირში იყო და ორმაგად გადაგვიფარეს და წაგვართვეს ხმები და დაატრიალეს კარუსელები. ყველა უბანი ვერ დავიცავით, მაგრამ 2/3 ოპოზიციამ დაიცვა. ეხლა 1/3-საც ვერ დავიცავთ. თეორიული გამორიცხულია რა. რასაც უნდათ იმას დაწერენ, მე რო უბანზე შევიდე და ხმა მივცე, ხო? იქ ის ბიულეტინი ხრება, მე აღარ არსებობს ეს ბიულეტინი. გინდა ელექტრონული იყოს, გინდა ელექტრონული. მე იქ არ ვარსებობ. იქ არსებობს კომისია, რომელსაც რაც უნდა იმას დაწერს. და შესაბამისად ეხლა ეს არ არის თავის მოტყუება და არ არის გამოსავალი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბოლომდე
პირნათელი ვიყოთ იმ საზოგადოებასთან, ვისთან ერთადაც ვიბრძვით. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ ახლა მთლიანად სექტემბერი უნდა დავუთმოთ საპროტესტო განწყობების შექმნას, დამანახოთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება არ ეგუება მის არჩევანს, რომ რუსეთის ორბიტაზე წაიყვანოს საქართველო და ვანახოთ, რომ აი ამ 4 ოქტომბერი უნდა იყოს ამ პროტესტის კულმინაცია. თქვენ თქვით, რომ არ არსებობს რაღაცა გაწერილი გამარჯვების ოქტომბერთან მიმართებაში მე არ მაქვს ასეთი დამოკიდებული, 4 ოქტომბერი არის მიდიხართ 4 ოქტომბრის აი ამ აქციაზე, ალბათ მოგივათ თქვენც მოსაწვევი, რომელზეც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. მე პაატასთან ხა რუსთაველზე ვარ წუყვა და გვაქვს კომუნიკაცია ველაპარაკებით ერთმანეთს, ხო? 4 ოქტომბრამდე კიდე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ამიტომ სანამდე მოვა ის 4 ოქტომბერი, ბევრ რამეს მოვიფიქრებთ, გადავიფიქრებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეხლა ერთი თვით ადრე მე ჯერ არაფერს არ ვამბობ რა. უბრალოდ გეუბნებით, რომ პროტესტები უნდა იყოს, ერთად ყოფნა საჭიროა. თუ ვინმეს რაიმე ეშლება, რაღაცის ეშინია, უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერი საფიქრალია. არც მღვდელი გაპონის როლში არ უნდა გამოვიდეთ. ეს ძალიან საფიქრალი და საფრთხილოა. მაგრამ არც მაინც ხედავთ გარკვეულ რისკებს ამ შემთხვევაში. იცით რა არის? მიუხედავად იმისა, რომ აი დღენია და გეკეთდება განცხადება, რომ ის იქნება მშვიდობიანი პროტესტი, აი ბურჭულაძე საუბრობდა, რომ შვილიშვილებთან ერთად, შვილებთან ერთად აპირებს. ყველაფერი გასათვლელია ხა. შენ შეიძლება მშვიდობიან პროტესტზე მე მაგიტომ მღვდელმა გაპონმა ის სახელი მშვიდობიანად მიიყვანა ზანთის სასახლემდე, მაგრამ ექიდან დაიწყეს სროლა, ხო? ხა შენ რომ მშვიდობიანი პროტესტის უპირისპირდები რუსეთის FSB-ს კონტროლის ქვემოთ არსებულ ძალონებს, უნდა მიხვდე იქ რო ქართველი ბიჭები შეიძლება არიან, მაგრამ აი როგორც ბერკუტი აღარ ემორჩილებოდა იანუკოვიჩს და ემორჩილებოდა პუტინს, შეიძლება ისეთი მოცემულობა დაგვდა. შენ არ იცი იქ რა ხდება. ეს მაგიტომ ეს ყველაფერი საფიქრალია და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და პირველი თუ მე მაგას ხშირად ვამბობ, თუ მსხვერპლი გასაღებია, უნდა გავიღოთ იმათ, ვინც აი ამ პროცესში წინა პლანზე ვართ და ვისაც გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკური შედეგის მოტანასთან ერთად უნდა ვიყოთ ჩართული. ახლა მე ნამდვილად კარგად მესმის, რომ ჩემი მოხუცი დედა არ უნდა მივიყვანო აქციაზე, სადაც შეიძლება ამ რეჟიმის სპეცსამსახურები გამოვიდნენ და აქციის დარბევა დაიწყო. ახლა ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკაა მაგაში, ხო? მე რაოდენობის შესავსებად ამ მოწოდებით ვერ გამოვალ, რომ ასაკოვანი ხალხი ამ ბავშვები მოვიდნენ ისეთ მიტინგზე, სადაც თქვენი პოლიტიკური რვიანი არ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აი ამ აქციის 4 ოქტომბრამდე არა არის ბევრი დრო, ბატონო გედი, აი რა ვიცი, მესმის, რომ პროგნოზის გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება არის ძალიან უმადური საქმე, მაგრამ ეს ეხება ხანგრძლივ პროგნოზს, ხო? დღეს არის 3 სექტემბერი. ერთი თვე არის დარჩენილი 4 ოქტომბერამდე. ერთ თვეში რა შეიძლება მოხდეს? 11 სექტემბერს ჩვენ გვაქვს ჩვენი აქტივის შეკრება თბილისში, სადაც რეგიონების აქტიური ჩართულობა იქნება. 12-ში გვაქვს გორში აქცია, 13-ში გვაქვს მიტინგი, რომელთაც ვაპროტესტებთ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეს. პროცესი წავა, განწყობები გაირკვევა, ჩვენ ერთმანეთთან ვილაპარაკებთ და რუსთაველის გამზირზეც სულ იქნება საუბარი. ახლა მე რო აქ არ ვიყო სიტყვაზე, მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე. იქ სულ მიდის მაგაზე საუბარი, ვინ რა ფორმით უნდა გამოვაცხადოთ პროტესტი. ყველა უნდა გავაკეთოთ ის, ვისაც რა შეგვიძლია, რაც მიგვაჩნია სწორად. ერთმანეთს არ უპირისპირდებით. ვისაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული 4 ოქტომბრის ორგანიზაციაზე, იმან ილაპარაკოს 4 ოქტომბრის ორგანიზაციაზე. ჭირდებით ჩვენ რამეში, ჩვენ ვართ მათთან ერთად. ერთადერთი რაზეც მე პრინციპულად ვერ თანაუგზნო და ვერ შევდივარ პროცესში, ეს არის არჩევნები, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ მართლა ვინც შედის უბანზე, საარჩევნო უბანზე ყველა შემსვლელი ხდება ოცნების პოლიტიკური სივრცის ნაწილი. იქ ქრება ვინ არის ოპოზიცია და ვინ არ არის ოპოზიცია, იმიტომ რომ იქ არის სიყალბე, იქ არ არის არჩევნები, იქ არის პროცესი, რომელიც საარჩევნო დემოკრატიასთან არაფრით არ არის დაკავშირებული რა და აი ამ ფარსში მონაწილეობა ჩემთვის არის გამორიცხული. სხვა მხრივ ჩვენ ამ ერთი თვის მანძილზე მაქსიმალურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება მოკლე ვადებში რეჟიმის დასრულება და პოლიტპატიმრების დროზე გათავისუფლება. ახლა ჩემთვის არის ორი მთავარი საკითხი პოლიტიკური დღესასწაული რა. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტპატიმარი. აი ეს არის მორალური არჩევანი. ამისათვის ყველაფერზე წასვლა შეიძლება. ტყვიაზე, ნებისმიერ მსხვერპლზე, მაგრამ შენ უნდა წახვიდე ამაზე. ვიღაცა კი არ უნდა წაიყვანო, მე მაგიტო ამბობ, როცა მე ერთ-ერთჯერ ამიგორა
ესე თქვა სახელმწიფო მედიამ ეს ფრაზა რომ მსხვერპლი არის გასაღები, მე ჩემ თავს გულისხმობ, მე არავის არ გულისხმობ. მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, რომ გდელი გაპონის როლში არც მე არ უნდა ვიყო და არავინ არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რა რისკზე მივდივართ, რა დონეზე მზათავართ გავწიროთ ჩვენი თავი იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს. მაგრამ აი ეს ორი საკითხი, რომ დღეს ყავს ერთპარტიული პარლამენტი, რაც არის კატასტროფა და ჩვენ გვაკარგინებს ევროპას და ყავს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები, რის პირობებში არ შეიძლება მშვიდად დაძინება და საერთოდ ამ ქვეყანაში რო ცხოვრობ და პოლიტპატიმრები ყავს, ყველა მოქალაქეზეა პასუხისმგებლობა რა, უკლებლივ, ჩემზე, შენზე და ყველაზე რა, იმიტომ რომ როცა სასამართლო იღებს უკანონო გადაწყვეტილებას, ტყუილას სვავს ადამიანს ციხეში, ჩვენ რომ ბოლომდე ამას ვაპროტესტებდით და ბოლომდე არ ვეგუებოდეთ ამას, ეს ვერ მოხდებოდა. ამიტომ მგონია რომ აი ეს არის საკითხები, რაზეც აი ყველაფერს უნდა წავიდეთ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში აღარ უნდა ხო, იყოს. ჯერ ალბათ ოპოზიციურმა ძალებამ უნდა მოახერხონ რაღაცა ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება, რისი მიღწევად სამწუხაროდ ვერ მოხერხდა საქართველოს. შეიძლება მაგაზე რეპლიკა, აი, იცი რა არის, მე მაინც მგონია, რომ აი ოპოზიციური პარტიებში შეიძლება რაღაცა მოხდეს და ვიღაცამ დაკარგოს, ესე თქვა, შეასრულოს ესეთი სახელმწიფო პოლიტიკის აი ფორმალურად ხალხის ძალა იძახის რომ ოპოზიცია ვართო. ან პატრიოტ ალიანსი, ან იგივე გირჩი, ხო? არის რაღაცა პარტიები, ჩვენ გირჩი არა ის იაგოს გირჩი. ხო, არის რაღაცა ძალები, რომლებიც სახელმწიფო ოპოზიციაა რა. ახლა თუ რომელიღაცა ოპოზიციური სუბიექტი ამ სახელმწიფო ოპოზიციის ნაწილი გახდება, თვითმიზანი ერთობა არ არის. თვითმიზანი არის ერთობა სწორი იდეის გარშემო. თორე ახლა მე ვიღაცა მოვიდეს, მითხრა დამიწოს ერთობაზე ლაპარაკი და სინამდვილეში უბრალოდ მათამაშოს ისევ და ისევ გახარიას გულისხმობ. არ არის საგულისხმო, პრინციპის დონეზე არა, ვლაპარაკობ. თქვენ თავად ამბობთ რომ არა, 12 მოციქული ყავდა იესოს, ხო? და ერთი იყო იუდა. იმაზე საიდუმლო სერობაზე იესოს არ უდაუდია ხელი იუდასთვის არ უთქვია შენ გამყიდიო, ხო? მე არ ვიცი ვინ იქნება ის, ვინც ამ როლს შეასრულებს, მაგრამ ვინცაც გვესმის, რომ საქართველოს თუ დაკარგავს ევროპულ არჩევანს, ის დაკარგავს მომავალს და ჩვენ ახალთაობას არ ექნება პერსპექტივა ამ ქვეყანაში და თავისი ბედნიერების ძებნა მოუწევს სხვა ქვეყანაში, ვისაც ეს ესმის, ის ყველა უნდა დარჩეს ერთგული ამ ბრძოლის და გადადოს თავი. ვისაც შეუძლია ამ მიმართულებით კომპრომისზე წავიდეს, თეორიულად ნებისმიერი შეიძლება იყოს, ახლა არავის ხელს არ ვადებ, მაგრამ ღალატი არავისგან გამორიცხული არ არის. უნდა უერთგულოთ ჩვენ სამშობლოს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სამშობლოსთვის იბრძვის. პირველ რიგში თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ ხედან ციხეში, ამ ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი თავარი მორალური და ზნეობრივი ვალდებულება. მადლობა გედემან ფოფხაძეს, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუს ეთერში დაგებრუნდებათ პარასკევს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პოლიტრანიუსის დღის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე.